ჩვენ გვაქვს საკითხები, თავარი საკითხები, შეთანხმების. ისინი შეთანხმების მიღწევას ცდილობენ და დიახ. ჩვენ ძალიან გვინდა შეთანხმება. კარგი, ვფიქრობ ჩვენ შეთანხმებას მივახცევთ. კარგი, ვფიქრობ რომ ჩვენ დავასრულებთ ამას. ვერ გეტყვით ზუსტად როდის, ისინი ასე ძალიან შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. არ გაქვს წარმოდგენა რამდენად ძლიერად სურთ მათ შეთანხმების მიღწევა. ისინი ესე ძალიან შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. მე ვხედავ შეთანხმებას ერაყში. ირანთან შეთანხმებამდე ძალიან ახლოს ვიყავთ. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან. მე ვფიქრობ რომ ეს იქრია. მე ვხედავ ძალიან ახლოს შეთანხმებას იქვე. ძალიან კარგად ჩანს რომ ჩვენ მივდივართ ირანთან შეთანხმებისკენ და ეს იქნება კარგი შეთანხმება. ვაუ! სწრაფად. მაგრამ შენც მიდიხარ ნაზი ხელით კობრასთვის საჭმლის მისაცემად. ნაზი ხელით ობრასთვის საჭმლის მიცემა. ეს პროცესი ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს. ჩვენ ძალიან სწრაფად დავასრულებთ ამ ომს. ისინი ისე ძალიან უნდათ შეთანხმების მიღწევა. ვფიქრობთ რომ შეთანხმებასთან ახლოს ვართ და ეს კარგია. ჩვენ ბოლო ეტაპზე ვართ. ეს ძალიან კარგი. დღეს უკვე 39-ე თქვა რაღაცა მსგავსი. მადლობთ და თქვენ ჩვენ გთხოვთ რომ გავიგოთ ვინმეს რამე გაეგოს. ეს უკვე 39-ე და მოდი მე 40-ით ჩავთვალოთ, რადგან ბოლო 20 წუთის წინ თქვა. ამიტომ სწორედ აქედან მინდა დავიწყო გენერალ კაპიტინისა და დანიელე მორისთან ერთად. მაგრამ ეს წეული beautiful mega deal არის თუ არა? მე პაოლოთი დავიწყებდი, რადგან პირველი რაც თვალში გვხვდება არის ორი ვერსია პროექტის, ხო? რაც უკვე არ ემთხვევა ერთმანეთს. სწორედ მაგით ვიცავთ. ანუ ორივე მხარე აჩვენებს დოკუმენტებს, სულ მცირე, იმას რაც გაჟონა. მერე უნდა გავიგოთ, მართლა ნამდვილია თუ არა, რომლებიც არ ემთხვევა მნიშვნელოვან საკითხებში სხვათა შორის. თოპავა. დიახ, თუ ცოტა დავაკვირდებით, რომ შეიტყოდნენ ჭამე მშვიდად. ანუ როცა საქმეები მალე არ წყდება, ჭამე შენს მშვიდად, თუ გაქვს შეთანხმება. და შეიძლება ესეც მართალია. ამ ტექსტზე, ტექსტის მხრივ უკვე საკმაოდ წინ ვართ, მაგრამ რაზეა საუბარი? იმდენი დაბნეულობა. რაც მე ვიპოვე საკმაოდ სანდო წყაროდან, იგივე ძალა აქვს, რაც სხვას რო იპოვის. კითხულობდი ამ ვერსიას, რომელიც ირანის ხელისუფლების ოფიციალური ვერსია, დიდი შეთანხმება იქნებოდა, მაგრამ არა ამერიკელებისთვის. შევაჯამებ. შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს მოუწევთ აღდგენის გეგმების წარდგენა, მას შემდეგ რაც ყველაფერი დაანგრიეს, სულ მცირე 300 მილიარდი დოლარის ღირებულებით. ეს პრობლემა არ არის, რადგან ისინი კიდევ ერთობლივ საწარმოს ქმნიან, როგორც გააკეთეს ღაზისთვის, სადაც ხალხი მასობრივად ჩქარობს და ათეულობით ევროს რიცხვში სწირავს, რომ ააშენონ არა მილიონები, არამედ ათეულობით ევრო. შეერთებული შტატების ვალდებულება არ ჩაერიოს ირანის შიდა საქმეებში და პატივის სცეს სუვერენიტეტს. კარგი? ამერიკული საზღვაო ბლოკადის სრული მოხსნა 30 დღის განმავლობაში. ვალდებულება გაიყვანონ საკუთარი ძალები მიმდებარე ტერიტორიებიდან, მთელი სპარსეთის ყვირის რეგიონიდან, სადაც უზარმაზარი თანხები დახარჯეს ბაზებზე, ქუვეითში, ბარეინში და სხვა ადგილებში, საუდის არაბეთში. სანქციების შეჩერება, 60-დღიანი მოლაპარაკებების პერიოდი, ირანის მხრიდან ბირთვული არ არის აწარმოების ვალდებულების ხელახლა დადასტურება, ბირთვული გავრცელებლობის ხალხის ხელშეკრულების ფარგლებში. ანუ ის, რაც ობამას დროს იყო შეთანხმებული. ეს ყველაფერი ობამას დროსაც თქვეს, თანაც ეხლა ზარალისთვის კომპენსაციაც გადამიხადეთ. ეს იქნებოდა თუ მართალია რომ ეს არის თემა ამბობს კი, მაგრამ შეიძლება ეს დოკუმენტი მხოლოდ ირანელების შიდა მოხმარებისთვის იყოს. ანუ ამ ყველაფერს აკეთებდი იმისთვის, რომ ისევ წინა შეთანხმებას დაბრუნებოდი. არა, უარესი, ზარალიც უნდა ამინაზღაურო, უნდა გამითავისუფლო გატინული ირანული აქტივებიდან 24 მილიარდი დოლარი. ანუ უნდა წახვიდე, სახლიც უნდა გამიკეთო, თანაც სწრაფად უნდა წახვიდე და მადლობა ღმერთს, რომ ბოდიშის მოხდას არ გაძალებ. აი, ხედავ უკვე აქ არის პრობლემა. ვათავისუფლებ 24 მილიარდ დოლარს კაკინული ირანული ქონებიდან, მაშინ როცა ტრამპი ამბობს, რომ ამ ფულის ნახევარს სპარსეთის ყურის მონარქიების დასაფარად გამოიყენებენ. რაც შეიძლება იდეაც იყოს, რომ არ გაინტერო ყველა ირანული იდეა, რომ ერთ მომენტში ირანსაც იქ ცხოვრება მოუწევს, მომავალ ათწლეულებში იქ უნდა იცხოვროს, ვერც ის შეძლებს ასე მოქცევას, თუ არ სურს ისრაელის არჩევანი გააკეთოს და მუდმივად მტრებს შორის იცხოვროს. მაგრამ ეს უკვე აღარ აწყობს. თუ ეს შიდა მონახაზია, შიდა მონახაზები მუშაობს, როცა შენი მოწინააღმდეგე ყველაფერს ეთანხმება, თორე ყოველი პუნქტის შემთხვევაში, რომელსაც შენი მოწინააღმდეგე არ ეთანხმება, შენ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდები.
ამბობს, ამას თხოვე და არ მაძლევ. ამასაც თხოვე და არ მაძლევ, თხოვე და არ მაძლევ. ამიტომ ესეთი ტიპის მონახაზის გავრცელება შეიძლება განხილვის საწყის მონახაზად გამოდგეს. ჩვენ აქედან ვიწყებთ, აი ეს. და ეს გაძლევს წარმოდგენას, რამდენად შორს არიან ისინი საბოლოო შეთანხმებამდე. მაგრამ თუ დონალდოს მოусმენ, 29 ჯერ უკვე შეთანხმებაში ვარ. 80, კარგი, 80. დანიელი, მინდოდა მაშინვე რაღაცა გითხო, რაც აქ ჩანს. საბოლოო შეთანხმება შეეხება მხოლოდ გამდიდრებული ბირთვული მასალის მომავალს და როგორც ჩანს, ბოლო პასუხების მიხედვითაც არ არსებობს მეთოდი თუ როგორ უნდა გაიყვანონ ეს მასალა და ასე შემდეგ. და გარდა ამისა, ეს ყველაფერი მხოლოდ ტრამპისგან არ იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ის ამბობს თითქოს ისინი არიან, ვინც შეთანხმებას უნდა, სინამდვილეში ეს მას უნდა. იმიტომ რომ არ იცის როგორ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან. პრობლემა ისაა, რომ იქნება საუბარი ისრაელის ჩართვაზე, ლიბანზე და არ არის განხილვა ირანის სარაკეტო პროგრამაზე. და წინააღმდეგობის ჯგუფების მხარდაჭერაზე, რაც ზუსტად ისაა, რასაც ისრაელი არ ისურვებდა. ბირთვული საკითხი არანაირი მხარდაჭერა წინააღმდეგობის ჯგუფებისთვის, არანაირი ცეცხლის შეწყვეტა ლიბანის, ხამასის და ასე შემდეგ საკითხებში. შენ ვინც ამ საკითხებში ერკვევი, ის დიდი დისკუსიაც, შეურაცხყოფებიც რას იცნობ იმაზე, რაც კულისებში მოხდა? Allora, თავარია რომ სწორად მოიქეცი, როცა ამ განცხადებებით დაიწყე, რასაც ის აკეთებს. იმიტომ რომ ის ყოველდღე პასუხობს. მექანიზმი თუ დაფიქრდებით, რომელსაც ის იხენებდა საარჩევნო კამპანიაში ამერიკის არჩევნებზე, ანუ გამოდის სცენაზე, იწყებს ლაპარაკს, მე მოვიდეთ, მე გავაკეთებ, შენ გადაიხდი. საარჩევნო კამპანიაში ამბობს, ბენზინის ფასს ნახევრამდე დაგიცეთ, ხო ასე? არ ვიცი, თუ გსმენიათ იტალიელი პოლიტიკოსები საარჩევნო კამპანიაში, როცა გეუბნებიან, მე ვიზრუნებ ამაზე, ხო ასეა? ის აკეთებს ამას. ეს არის იმ ყველაფრის ზღვარი, რაც დღეს საღამოს ხდება ჩემი აზრით. ის იმეორებს იმ მექანიზმს, რომელმაც ამერიკელ ამორჩევლებზე იმუშავა. ავიწყდება, რადგან ჩემი აზრით, მან უკვე დაკარგა რეალობის შეგრძნება. იგი ურევს დანარჩენ მსოფლიოს, სადაც ძალიან მოხერხებული და საშიში მოთამაშეები არიან კენტუკის ამორჩევლებში. აკი. თუ კარგად დავაკვირდებით ამ საღამოს, სინამდვილეში საუბარია შეთანხმებაზე, რომელიც თუ მართალია ირანელებისთვის უკეთესი იქნებოდა ვიდრე ის, რაც ობამამ 2015 წელს 2 წლის მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწია. მეორე პრობლემა ჩნდება, რომელსაც შენ ახლა ხან შეეხე, მორო. მაგრამ შემდეგ პრაქტიკულად თუნდაც ეს მართალი იყო, შეიძლება მართალიც იყოს, რომ ირანელები უარს ამბობენ ატომური იარაღის განვითარებაზე. ვინ იქნებოდა ის, ვინც რეალურად შეამოწმებდა ყველაფერს? ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება წავიდეს, რაც ახლა მახსენდება, არის IEA. გროსის შესახებ. სხვათა შორის გროსი თქვენ იცით, არგენტინელია, მას აქვს ძალიან ძლიერი კანდიდატურა, დიდი შანსები, რომ გახდეს გაეროს ახალი გენერალური მდივანი. ამიტომ საერთაშორისო დონეზეც ალბათ საღიაზრი ამბობს, რომ ის იქნებოდა ყველაზე სანდო ფიგურა ამ საკითხის მართვაში. მაგრამ მე ვცდილობ რამდენიმე რამეს ხაზი გაუსვა. 1/5 ან 6 პუნქტზე, რომელიც ახლა ხან აჩვენე, წერია, რომ შენ დონალდ ტრამპი დღეს ან ხვალ, როგორც კი ბანკები ორშაბათს გაიხსნება, 12 მილიარდ დოლარს დებ, ჯერ მადიდაზე დებ ამ თანხას. როცა ამ თანხას დაგვიბრუნებ, რადგან ეს ირანის ფულია, რომელიც ამერიკამ პოლიტიკური მიზეზების გამო წაიღო, მაშინ დავიწყოთ საუბარი. ნამდვილი პრობლემა ესა, ერთ რამეს შეგახსენეთ, ეხლა ივნისის დასაწყისია. ამ შეთანხმების მიხედვით 60 დღეს აძლევთ იმისთვის, რომ განეხილოთ, როგორ გაუნკლავდეთ ბირთვულ საკითხს. ანუ ფაქტობრივად აგვისტოს შუა რიცხვებამდე, აგვისტოს ბოლომდე მიდიხარ. ამ დროს ჯერ არ გადიხსნია, იმიტომ რომ წერია 30 დღე მერე უნდა გაანაღმო. თუნდაც მართალი იყოს 40. ბენზინის ფასი გაიზარდა და არ იკლებს. გაქვს ამერიკული გამოკითხვები, რომლებიც ეკონომიკას ძალიან კრიტიკულად აფასებენ ტრამპის მიმართ. და აქაც გასადებად უნდა ვთქვათ.
ეს არ ნიშნავს, რომ რადგან ტრამპის მიმართ ძალიან კრიტიკულები არიან, დემოკრატებს მისცემდნენ ხმას, მაგრამ ტრამპის მიმართ ძალიან კრიტიკულები არიან. მერე კიდევ ერთი პრობლემა დავს. სპარსეთის ყურის ქვეყნებს რას ეთქვი? სინამდვილეში თეირანის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე საათის წინ ნახე მირკო, თეირანი ამბობს, არა, ჩვენ არ გვინდა რომ ამერიკელები მართავდნენ ჰორმუზს. ამას ომანთან ერთად მართავ. ბუშინ მათ გააკეთეს განცხადება, სადაც თქვეს, რომ ჰორმუზის სრუტე წმინდა. მაშ თუ ცოტათი ვიცით, როგორები არიან ეს ადამიანები, როცა ამბობენ, რომ წმინდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მართავთ მას. ჩვენ ისლამურ სამყაროში, ჩვენ მუსლიმებს შორის, ეს ჩვენი საქმეა. ეს სიტუაცია შეუძლებელია იმ აზრით, რომ თუნდაც შენ დღეს სავამოს ან ხვალ შედეგს მიაღწიო, გახსოვთ, როცა ტრამპმა მთელი შეთანხმება თალიბანებთან მართა, იმიტომ რომ სწორედ ტრამპი მართავდა ამას. მე მახსოვს, როცა მან თქვა, არა, საკმარისია, დემოკრატია გადავარჩინეთ, ესე წერია. ყველაფერი აქცერია. მერე ბაიდენი მოვიდა და ამ ორ შორის არავინ იცის, ვინ უფრო ცუდად გამოიყურებოდა, მან მართა ამერიკელების გამოსვლა ავღანეთიდან. რა არის დღეს ავღანეთი? ჰუმანიტარული კატასტროფა, სირცხვილია ქალთა უფლებებისთვის. გონი ავღანელი ქალები იტალიაში არავის აინტერესებს. და ამ სიტუაციაში შენ რისთავრო გეყოლება ისეთი პერსონაჟი, როგორიცაა ტრამპი, რომელიც გაჩვენებს შეთანხმებას, რომელიც არ არის მდგრადი, ის ყოველთვის ერთ რამეს ივიწყებს. მან ნეთანიაჰუს მითითებით და მოსადის ხელმძღვანელის რჩევით იფიქრა, რომ ირანთან ომით ირამის ხელმძღვანელობას გაანადგურებდნენ. მართალია, რომ მათ გაანადგურეს, მოკლეს ისინი, მაგრამ მოვიდნენ მათი შემცვლელები, რომლებიც კიდევ უფრო ცუდები არიან, ვიდრე წინაედი. ირანმა ომი არა მხოლოდ არ წააგო, არამედ ბევრ ასპექტში დაამტკიცა, რომ შეუძლია მსოფლიოსთვის დიდი ზიანის მიყენება. მოგცემთ კიდევ ერთ ბოლო ინფორმაციას, რომელიც დღეს დილით New York Times-ში იყო ახსნილი, გაკეთდა ძალიან საინტერესო ანალიზი. თქვათ, რომ მსოფლიოში ნავთობის მარაგები არის 3 მილიარდი და რაღაც ბარელი. ეს ინფორმაცია ისეთი მონაცემია, რომელსაც რუსებიც, ჩინელებიც, ინდოელებიც და ასევე ირანელებიც იცნობენ. თუ შენ დღეში 100 მილიონ ბარელს ხარჯავ, მათემატიკური გამოთვლაა, რომ თუ ამ საკითხს არ მოაგვარებ, ახლო მომავალში მსოფლიო ენერგიის გარეშე დარჩენილ. ეს პირველებმა ირანელებმა იციან, ამიტომ ეს მათ სასარგებლოდ მუშაობს, რომ ინფლაცია ამერიკაში ზიანს აყენებს ტრამპს, რომ ამერიკის დაზვერვა მუთხრა არ იმოქმედო, პენტაგონმაც უთხრა არ იმოქმედო. გუშინ თქვა, რომ კარკის ტუნდულს გაანადგურებდა, დღეს ამბობს, არა, მოდით ვილაპარაკოთ, მაგრამ არა, მას ეს არ შეუძლია. ანუ ვეღარ მიხვები, ზუსტად რა გინდა სამყაროსდან, მან ამ ეტაპზე თავი დიდი პრობლემაში ჩაეგდო. მეორე ნაწილის შემდეგ თუ გინდათ ამაზეც ვილაპარაკოთ, იმ აურზაურის შესახებ, რაც ნეთანიაჰუსთვისა. რომ უკვე ჩანს, როგორ იცვლება ყველაფერი პრაქტიკულად მაშინვე, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ. ბოლო ცნობები, რომელსაც Rai News-ი ავრცელებს, არის ის, რომ შვეიცარიამ ხელმოწერის ადგილად თავი შესთავაზა, შეთანხმება საბედნიეროდ მიღწეულია. აი, ბოლო ინფორმაცია 16 წუთის წინ, სწორედ ეს არის. ირანი ამბობს, კარგი, ემირატები ათავისუფლებს მილიარდებს, ირანი ხელმოწერისკენ მიდის. ამას წერს Reuters. ხოლო ირანელები პრაქტიკულად ამბობენ, რომ არაფერი დადასტურებული არ არის. 16 წუთის წინ, აბა და როგორ უნდა მიხვე ასეთ ამბავს. ემირატები ხსნიან, თქვათ, არაბულმა ქვეყნებმა დაიწყეს თქვა, კარგი, ჩვენ ამ საკითხს ხსნით. აქ თუმცა ბოლო ამბები, როგორც ხედავ, მედია ირანზე გადის დაუზუსტებელია მათი პასუხი ტრამპს, ჩემი აზრით, როგორც შენ ამბობ, მე პაულსაც მოусმენთ. ისინი ცდილობენ დრო მოიგონ, რადგან მათ აქვთ იმდენი დრო, რამდენიც სურთ. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კრიზისი, მით უფრო დასუსტება ტრამპი და მით უფრო მას მოუნდება შეთანხმება და შეიძლება ერთ თვეში ის მზად იყოს უფრო ცუდი შეთანხმებაც კი მიიღოს. მაშ დავამატებ კიდევ ერთ ინფორმაციას, რომელსაც შენი მინდევრები ადვილად იპოვიან თუ აქაც შეხვალთ. New York Times-ის ვებგვერდზე დღეს დილით ევროპული გამოცემის პირველ გვერდზე არის შესანიშნავი გამოძიება, რომელიც ირანში ჩატარდა.
თითქმის ყველა ანონიმურია, რა თქმა უნდა, გამოკითხულები, რომლებიც ამბობენ, ჩვენ იანვარში გავედით ქუჩაში, ტრამპმა გვითხრა მსვლელობა აქცია, მოვდივართ, იყავით მშვიდად რომ გამოგიხსნით. ივნისის დასაწყისია, არავინ მოსულა. ჩვენი ქვეყანა დაბომბეთ, იმიტომ რომ შეიძლება რეჟიმის მოწინააღმდეგე იყო. მაგრამ როცა სკოლას ბომბავს, სკოლა სხვა არაფერს აკეთებს. და შემდეგ ისინი ერთ საკითხს უსვამენ ხაზს. მაგრამ ტრამპი და ნეთანიაჰუ რამდენიმე თვის წინ თავში ქონდა ჩადებული, რომ ირანის ამჟამინდელი ლიდერობა შეეცვა. მადიმეჯათან არ ვიცი ვინმეს თუ ახსოვს, მე ირანში მაშინვე ვიყავი, როცა ის გაათავისუფლეს, მაგრამ ის საოცარი პიროვნება იყო. არა მარტო ნენდობადი, არამედ როგორ შეგიძლია იფიქრო, რომ დასავლეთი ენდობა, ანუ გარეთ აგდებს ერთ მახვიუნჭრელს, რომ სხვა მახვიუნჭრელი დააყენოს. შენ ამბობ, მაგრამ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს? არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც შენ ატენებ. სპარსეთის ყურის ქვეყნების მდგომარეობა აშკარა, ამ ხრივ კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს ნამდვილად აქვთ ინტერესი, რომ იპოვონ კომპრომისი, მაგრამ კომპრომისი პირველ რიგში იმიტომ, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები არ არიან ისინი, ვინც გაანადგურეს ამერიკის შეთანხმებები ირანთან, ისინი უბრალოდ უყურებდნენ. მეორეც, მათ აქვთ აშკარა ეკონომიკური ინტერესი, რადგან თუ კიდევ ერთი თვე ასე გაგრძელდება, დუბაი და სხვა ქალაქები ჩამოაფარებენ შლაგბაუმს და აღარ გაიხსნება. რადგან შემდეგ ეს ყველაფერი რჩება ფინანსურ ინვესტიციებში და ასე შემდეგ. ამიტომ, ჩემი აზრით, შენ გახსენი 4 მიმართულება. არა ამერიკა და ისრაელი თეირანის წინააღმდეგ, არამედ სპარსეთის ყურის ქვეყნები ისრაელის სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში ვიდრე ამერიკა. ამ ეტაპზე ტრამპი, რომელიც შეიძლება აგრძელებდეს თავის ქედმაღლობას, გითხრას გაგაქრობ. არა? შენს ცივილიზაციას წაგართმევ, მაგრამ ირანელები ამბობენ, მაგრამ შენ წინა გამოცდილება ამერიკულ ადმინისტრაციებთან, ყველა ადმინისტრაციასთან, განსაკუთრებით ობამასთან ის იყო, რომ როცა გედაფიმ, მაგრამ სხვებმაც, შენ გააქვს იარაღი, მათ შორის ბაქტერიოლოგიურ. ცოტა ხანში ვიღაცა მოვიდა და ისინი გაანადგურა. მაგრამ რატო უნდა ენდოს ირანის ხელმძღვანელობა და ჩააბაროს იარაღი? და შემდეგ არის ის საკითხი, რომელიც შენ დააყენე, რაც მგონი იტალიური მედიისთვის ყურადღების ცენტრში არ არის. ბალისტიკური რაკეტები, მირკო. ბალისტიკური რაკეტები. გისმე. ანუ, მაგრამ შენ, მოისმინეთ, ალბათ ზაფხული მოაქვს, გახსოვთ მერვე ჯუჯა. მაგრამ შენ თუ გახსოვს შენ, აი ასე. ანუ ვის ვაყენებთ ირანში კანდიდატად? ანუ ამედეო ნაზარი გარდაიცვალა. დავაგენოთ მისი შვილი კანდიდატად. სადა დიკაპრიოსთან თქვა, რომ არა, მაგრამ დიკაპრიოსთან კანდიდატად თქვა, რომ არ უნდა გაიჭედოს იმ იძირებადი გმირის როლში. ზუსტად. ანუ ზასშვილი არა, მაგრამ ვიტყოდი უკვე, ნაპორსობოსი არჩება, ალბათ შემდეგ ვისაც მოვისმენთ ნაპორსოა, იმიტომ რომ ასე მთავრდება. 2001 წელს ეს იმის სათქმელად, თუ რაც წინასწარმეტყველური ძალა აქვს ზოგ გადაცემას, რომლებიც ახლანდელი თვალით უნდა გადაიხედოს, გიჩნდება ფიქრი, რომ ამ თამაშის შესანარჩუნებლად კი სინამდვილეში თუ ცოტა უფრო დისტანცირებული პერსპექტივით შევხედავთ, არსებობს რისკი, რომ ირანს იმაზე მეტ ძალასა და ავტონომიას მივაწერთ, ვიდრე რეალურად აქვს. ეხა აგიხსნით. მართალია, რომ ირანი როგორც ჩანს სტრატეგიულ დონეზე იმარჯვებს, ასევე მართალია, რომ ამ ბევრი დანაკარგი განიცადა და სერიოზულ სირთულეებშია არა ამ ომის გამო, არამედ იმის გამო, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში შეემთხვა. ამიტომ ფიქრობ, რომ თუ გინდა ეს თამაში ითამაშო და აიძულო შეერთებული შტატები, რომ გლობალურ დონეზე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ამას მარტო ვერ შეცვლით. უნდა ყავდეს ძლიერი მხარდამჭერები, მაგრამ ნამდვილად ძლიერი მხარდამჭერები, ვისი მხრიდან? და აქ არ არის რთული წარმოიდგინო, ვისი მხრიდან. ეხლა მაგალითად ჩინეთის ეს დისტანცირება ირანის საკითხთან დაკავშირებით, მე ამას ცოტა ნაკლებად დისტანცირებულად ვხედავთ. და კიდევ უფრო ნაკლებად დისტანცირებულად ვხედავდი მაგალითად რუსულ ასპექტს. ეხლა მათი პოლიტიკური ისტორიის მიხედვით, როგორც ჩინეთს, ისე რუსეთს, თქვათ, აქვთ
განცხადებებში თავშეკავების ტრადიცია, რომელიც ნამდვილად უფრო ძლიერია ვიდრე ტრამპს აქვს, თუ ამის უკან შეთანხმებაა, თუ ამის უკან ირანის პოლიტიკის კონკრეტული ხარდაჭერაა და შეერთებული შტატების მიმართ მისი ნაბიჯების დროის შერჩევის ხარდაჭერაა, ამას ჩვენ ნამდვილად ვერ გავიგებთ უბრალოდ ინტერნეტში ყურებით. თუმცა იმაზე მინიშნებები თუ როგორ მოქმედებს ეს ქვეყანა, რომელიც ვიმეორებ, ცალკე აღებული არის ქვეყანა, რომელსაც აქვს სირთულეები, რადგან მას მაინც აქვს შიდა მდგომარეობა. რადგან ეხლა ამ წლის ივნისიდან უკვე 1 წელია ომშია იბრძვის პლანეტის ყველაზე დიდ სამხედრო ძალასთან და მეორე ძალასთან, რომელიც არსებობს. რადგან ისრაელთანაც გარკვეული ზიანი მიაკენა, სრულიად იზოლირებული ქვეყანა, რომელიც მაინც აძლევს თავისუფლებას, თქვას, შევცვალოთ მთელი სპარსეთის ყურის გეომეტრია, გავაგდოთ ყველა ამერიკელი სპარსეთის ყურიდან, დავიცვათ თავი ჩვენით, დავამყაროთ ახალი ღირებულებათა ჯაჭვები, დავინაწილოთ, როგორც კარგად თქვა დანიელემ, ჩვენს ხელში ავიღოთ და თავად უმართოთ. ჰორმუზის სრუტე, იმიტომ რომ ეს ჩვენი საქმეა. ეს ძალიან რთულია ჩემი აზრით, რომ მხოლოდ ავტონომიურმა ირანმა ითამაშოს ეს თამაში გარეშე მხარდაჭერისა, თანხმობისა და ვითხოვდი, რომ შესაძლოა ჩინეთის, შეიძლება რუსეთის მიმართულებაც და არ გამოურიცხავ ბრიქსის სხვა წევრების მონაწილეობასაც, ჩვენთვის ეს ჰიპოთეზა საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს. თუ, რა თქმა უნდა, სხვა იდეას არ მივიღეთ. რომ ირანს მართავენ უგუნური და ამპარტავანი ადამიანები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, ასე უპატივცემულოდ მოექცნენ სხვებს. შეერთებული შტატები თუნდაც დასუსტებული, მაინც შეერთებული შტატები. ისრაელს პირდაპირ შეეტაკვა, რომელსაც მართავს მკვლელი შეშლილების ჯგუფი, მაგრამ მაინც ისრაელი. და ამის გაკეთება ფიქრით, რომ ამას სულად დამოუკიდებლად შეძლებს. დავიწყებდი უფრო შორს ხურებას, ირანის აღმოსავლეთ საზღვრის მიღმა. იმ ძალებზე, რომლებიც დღეს შეიძლება პოულობენ შესაძლებლობას, რომ დაიკავონ მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი და ძალიან კარგად იციან, რომ ირანი ამას მარტო ვერ შეძლებს. ეს არის ის, რაც მე ამ თემაზე ვიფიქრე ნაპოსთან, ორსოსთან და პაკაპოსთან ერთად. ნახვამდის. დანიელე, როგორც შეიძლება შევათავსოთ ირანელების და ასევე ტრამპის უარყოფითი დამოკიდებულება. და როცა შეთანხმება მოიცავს ისრაელს, ლიბანს და ასე შემდეგ, როცა დაქვს ასეთი სულელური განცხადება, რომ ისინი არ დატოვებენ უსაფრთხოების ზონებს ლიბანში, სირიაში და ღაზაში. ისრაელი აქტიურად უშლის ხელს ამ მოლაპარაკებებს. და შენ ვინც უკან ხარ, იყო ის დიდი დაპირისპირება ბიბისა და ტრამპს შორის. კონფერმატო, დადასტურებული, უარყოფილი და ასე შემდეგ. შენ რა იცი ამაზე? მოკლედ, დაპირისპირება დადასტურებულია, ეს დაადასტურეს. ჯერ თეთრი სახლიდან გამოვიდა ინფორმაცია, მერე ისრაელის მედიაშიც დავადასტურე. ეხლა რო შენ გაქვს სიტუაცია, სადაც ასევე აშკარა გეოგრაფიული მიზეზების გამო ისრაელი უკვე 87 წელია, რაც აიათოლების რეჟიმი არსებობს, განადგურების საფრთხის ქვეშა. ანუ ირანის ხელმძღვანელების პირველი მიზანი უკვე 87 წელია ისრაელის განადგურება. შეერთებული შტატები გარდა იმისა, რომ ძალიან შორს ირანელების შესაძლო თავდასხმის თვალსაზრისით პირდაპირ არ არის დამოკიდებული ჰორმუზის ნავთობზე. ვინც შენ საიტს ადევნებს თვალს, ძალიან კარგად იცის, რომ ჰორმუზის დახურვა სერიოზულ ზიანს აყენებს ამერიკის ეკონომიკასაც. მაგრამ ესე ვთქვათ, ჩვენ ევროპელები ბევრად უფრო დამოკიდებულები ვართ, ვიდრე ამერიკელები ან ისრაელელები. იმაზე რომ ჰორმუზი დახურული. ამიტომ შენ დაქვს სიტუაცია, სადაც სხვადასხვა გეოსტრატეგიულ მოთამაშეებს სრულიად განსხვავებული ინტერესები აქვთ. ისრაელელებს, ჩემი აზრით, ორი პრობლემა აქვთ. პირველი ისა, რომ მათ ნამდვილად სჯეროდათ, მათ როცა ისრაელელებზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ ნეთანიაჰუს მთავრობა, ნამდვილად სჯეროდათ, რომ თეირანის ხელმძღვანელ ჯგუფს გაანადგურებდნენ. ეს უკვე დეკემბრიდან დაიწყო, თუ გახსოვთ, ნეთანიაჰუმ ტელევიზიით მიმართა ისრაელის და ირანის ხალხს, უთხრა, აჯანყდით და ჩვენ დაგეხმარებით. ოპერაცია ჩავარდა, როგორც ყველა ომი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გრძელდება, როგორც მაგალითად უკრაინაში გუშინდლამდე, პირველი მსოფლიო ომზე მეთხანს, სინამდვილეში გარკვეულ საკითხებზე გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მიიღება. ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა გაენადგურებინათ ირანის ხელმძღვანელი ჯგუფი, მაგრამ ეს არ გააკეთეს.
მათ უნდა აეღოთ კონტროლი ატომოსადგურებზე, ისფაჰანის ქვეშ მდებარე სათყობებზე. მაგრამ ამის გაკეთებაც კი არ დაუწიათ. მათ უნდა გაენადგურებინათ ბალისტიკური პოზიციები, მაგრამ ეს არ გააკეთეს. მათ უნდა დაეტოვებინათ ჰორმუზის სრუტე ღია, მაგრამ ისიც კი დაუხურეს. მათ უნდა დაეცოთ სპარსეთის ყურის ქვეყნები. ამაზე ჯერ არ გვისაუბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კაპიტანი ამაში კარგად ერკვევა. ანუ შენ ამერიკული ბაზები განათავსე მთელ სპარსეთის ყურეში და შემდეგ პირველი ირანელი მოვიდა ხილაკებს დააჭირა და ამერიკული ბაზების დასარტყმელად იორდანიაში მივიდა. მაგრამ თუ ვინმეს ახსოვს, როგორ გამოიყურება გეოგრაფიული რუკა, ეს ნიშნავს, რომ ირანელები ძალიან შორსაც კი შეიძლება მივიდნენ. კიდევ ერთი საკითხია, რაზეც ადრე მირკო საუბრობდა. შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი პროქსებზე, ანუ იმებზე, ვისაც ირანის რეჟიმი იყენებს სპარსეთის ყურეში იემენელები, წითელ ზღვაში, ჰეზბოლა ლიბანში. რამდენიმე ხნის წინამდე ჰამასი ღაზაში იყო, მაგრამ ამაზე საუბარი არ არის. ამიტომაც მიხვდები, რომ სცენარის მიხედვითაც კი მირკო შეუძლებელია ის, რასაც ტრამპი ამბობს. იმ აზრით, რომ მას შეუძლია თქვას ყველაფერი, რაც უნდა ჩვენ ყველას ბავშვობაში, როცა შეიძლება ბიზალუნა პარკში გვიყვანდა, ალბათ შეფხვედრია ის, ვინც სცენაზე დგებოდა დრამებით და იწყებდა სიმღერას. ამბობდა, ამას გავაკეთეთ და კურდღელს ქუდიდან ამოვიღებო. სამყარო სხვანაირია, ვიდრე ტრამპი წარმოიდგენს. სამყარო შედგება აქტორებისგან, რომლებიც შეიძლება, რა თქმა უნდა, ნაკლებად მნიშვნელოვანი და ნაკლებად ძლიერი იყვნენ ამერიკასთან შედარებით სამხედრო თვალსაზრისით. მაგრამ შეიძლება ბევრად უფრო საშიშები და ბევრად უფრო აგრესიულები იყვნენ. რადგან ეს არის ომი, რომელშიც როგორც უკრაინაში არ ნიშნავს იმას, რომ თუ სუსტი ხარ და ირანი აშკარად სუსტია, მაშინ აუცილებლად წააგე. ეს ამას არ ნიშნავს. ისრაელელებს პრობლემა აქვთ. არა მხოლოდ ის, რომ ირანის მართველი ჯგუფის წინააღმდეგ ომი მათ უფრო ადრე წააგეს, ვიდრე ამერიკელებმა. მეორე რომ 2 თვის განმავლობაში ნეთანიაჰუს ჰქონდა გათვლილი გადაეტანა სამხრეთ ლიბანის მოსახლეობის გამოყრა, სამხრეთ ლიბანის დაცლა, მხოლოდ ჰეზბოლას დატოვება. და როგორც ბავშვი, რომელიც ლეგოთ ითამაშობს, ამბობს, ეხლა ამას გადავწელ, ამას მოვაშორებ, როცა მხოლოდ ჰეზბოლა დარჩება, მერე თითოეულს ძლიერად დავარტყამ და სამხრეთ ლიბანს გავასუფთავებ. ასე არ მოხდა. თუ ისრაელის პრესას გადახედავთ, დღეს დილასაც კი ჯერუსალემ პოსტში წერია, რომ ჰეზბოლას 100 ობიექტი დაარტყეს. მაგრამ თუ ბოლო 25 წლის განმავლობაში გაამბრავლეთ, რამდენჯერ დაარტყეს ისრაელმა 100 ობიექტს სამხრეთ ლიბანში. მიხვდებით, რომ ნეთანიაჰუ ამ პრობლემას ვერ აგვარებს. არის კიდევ ერთი საკითხი. არსებობს ძალიან საინტერესო ანალიზი ისრაელის საზოგადოებრივი აზრის შესახებ. მაგრამ ასევე საშიში. სირემბილეში ნეთანიაჰუს წინააღმდეგი ადამიანებიც კი არ ამბობენ, რომ და გავჩერდეთ ირანის მიმართ. და ეს არის ის საკითხი, რომელსაც შენ მირკო აყენებ. ისრაელის საზოგადოებრივი აზრი არ ამბობს. დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიპოვოთ კომპრომისი. ამბობს ნეთანიაჰუ, შენ უმარო ხარ, რომელმაც დაპირდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ძლიერად დაარტყამდი, მაგრამ ირანში წააგე. ლიბანშიც კიდევ გახსნილი გაქვს ფრონტი. მდგომარეობა რეალობა საცდემილია, აუტანელია, ეს ჰუმანიტარული სკანდალია. მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის სხვა ნაწილებზე ჩემი შეხედულებები ნამდვილად განსხვავდება, მათ შორის თქვენისგანაც. მაგრამ დასავლეთ სანაპიროზე მდგომარეობა აუტანელია. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ მომენტში ისრაელის საზოგადოებრივი აზრი უფრო რადიკალურია, ვიდრე ისრაელის მთავრობა. ამბობენ, მაგრამ ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც მოვა შემდეგი აიათოლა ბომბას გააკეთებს ეზოში, დაგვესვრის და ბალისტიკურ რაკეტას დაგვარტყამს. ანუ მე მინდა ჩვეულებრივი ცხოვრება, რაც ასევე ლიბანელებსაც უნდა. და ლიბანელები, ლიბანის მთავრობა სამხედრო თვალსაზრისით არ არიან უნარიანები, რომ მოიშორონ ეგზისტენციალური საფრთხე. ჯერ ისრაელზე კი არა, ლიბანზე. ეს არიან აიათოლები და ეს არიან ექსპორლანები. მინდა რაც კითხოთან კითხვასაც დავამატებ. თუ აშშ-ში უნდა აიღოს კონტროლი სპარსეთის ყურის მონარქიებზე, არაწყობთ ომის დონე ასწიონ და კაშხლები გაანადგურონ და ასე შემდეგ. ჩემი აზრით ეს კითხვა ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ საკითხი ისაა, თუ შეთანხმებას, ანუ დილს ტრამპი არ გააფორმებს.
ეს სპარსეთის ყურის მონარქიები თვითონ აკეთებენ, ანუ საბოლოოდ გამორიცხული ამერიკელები ხდებიან, არც მეტი არც აკლები, იმიტომ რომ ისინი უბრალოდ ისევ ბიზნესის კეთება უნდათ და მორჩა ყველაფერი დასრულებულია. აქ არის რისკი, რომ ირანი ამ თამაშსაც თამაშობს. აქ კი გიგზავნიან პროექტს, მაგრამ ჯერ კიდევ აკლია 2 ან 3 პუნქტი, რომლებიც სწორედ ის 3 ძირითადი პუნქტია, რაც ისრაელს სურს. არის ურანი, არანაირი ბირთვული პროგრამა, არანაირი სარაკეტო სისტემა, არანაირი მხარდაჭერა პროქსებისთვის, ანუ ეს 3 ძირითადი პუნქტია, რის გამოც ეს ომი დაიწყო. დიახ, ცადოთ ვიყოთ, დიახ, რომ მივიღოთ და დაუფიქრდეთ სიფხვებზე ისრაელის სურვილებს. წაიღეთ ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც შეიძლება ჩემამდე მოვიდეს. წაიღეთ ბირთვული პროგრამა, წაიღეთ ხალხი, რომელიც ჩემს საზღვრებს ემუქრება. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მინდა ირანი აბსოლუტურად შიშველი ვნახო მომდევნო 50 წლის განმავლობაში. თქვენ ამას ეთანხმებით? წარმოიდგინეთ თავი იმ ადამიანის ადგილას, ვინც შიშველი უნდა დარჩეს. და არა, მარფა, მე ერთი წვილი შარვალი მაინც უნდა შევინარჩუნო, იმიტომ რომ თუ ბალისტიკური რაკეტები არ მექნება, შენ დამანაწევრებ, როგორც უკვე აჩვენე, რომ ვინდა ასე მოიქცე. შემიძლია დაგემუქრო ატომური ბომბის იდეით, ეს უკვე იარაღია, შემიძლია თავიდან ავიცილო ომი ჩემს ქვეყანაში. რატომ მაძლევ ამის საბაბს? ადამიანები, რომლებიც შენს გარშემო არიან და რომლებსაც შენ მხიარულად აგზელებ მასაკრებას, როგორც წლების განმავლობაში აკეთებდი, აგზელებ ჰეზბოლაზე საუბარს. ისე თითქოს ეს მარსიდან ჩამოსული არსებაა, რომელიც შემთხვევით დაეშვა ლიბანის სამხრეთში. შემდეგ ხედავთ, რომ ლიბანის მოსახლეობის 25-დან 35%-მდე, ანუ ისინი, ვინც ლიბანში დაიბადნენ და ლიბანის პასპორტი აქვთ, შიიტური რელიგიის მიმდევრები არიან. და ამათგან 2/3-ზე მეტი 30% ჰეზბოლას წევრია. ასე რომ ომი ჰეზბოლას წინააღმდეგ კი არ არის, ომი ლიბანელ შიიტების, ლიბანის ერთ ნაწილის წინააღმდეგა. თუ გინდა სხვანაირად თქვა, ასე შეიძლება ითქვას. აი ამ ეტაპზე ნორმალურია, რომ ისევ იმ საუბარს დაუბრუნდეთ, მაგრამ ამერიკელები ამ თამაშის გარეთ არ არიან, ეს თითქოს ბუნებრივია, რადგან ამერიკელები იქ დარჩენას შეძლებენ, სანამ სპარსეთის ყურის მონარქიებს, ირანს, ისრაელს, ეგვიპტეს, იორდანიას აბსოლუტურად სჭირდებათ ეს, როცა ამერიკელთა ყოფნა ადგილობრივი ბალანსისთვის აუცილებელი. ეს არის ის, რასაც ირანი დღეს ამტკიცებს. პირველ რიგში აბრაამის შესაძლო შეთანხმებების თავარი მხარე, ანუ ისრაელი და ის, ვინც აბრაამის შეთანხმებებით ახალისა, ანუ შეერთებული შტატები. ისინი არ შეესაბამებიან ბალანსს და შესაბამისად ამისად არც არავის ინტერესებს. ყველა ის ქვეყანა, რომლებიც სპარსეთის ყურეს ესაზღვრებიან, რომლებიც სულაც არ ემხვევიან ირანის ინტერესებს, მაგრამ ერთ საკითხში ემთხვევიან. ჩვენ ვეღარ შევძლებთ ამ კეთილდღეობის ბოლო ნაპერწკლებით თქმობას. რადგან მათაც იციან, რომ ნავთობი აღარ არის, რომ ეს იქნება, ანუ ამას სპარსეთის ყურეშიც ამჩნევენ, რომ ჩინეთი ცდილობს განახლებადი ენერგიით იცხოვროს, რომ ყველანი ცდილობენ ნავთობის გარდა სხვა გზა იპოვონ. რა თქმა უნდა, არა ხვალ დილით, მაგრამ ისტორიულად ათწლეულების ჭრილში მათ იციან, რომ ეს ყველაფერი დასრულდება და სურთ, რომ ამ ბოლო სიმდიდრის წამებს მაინც დადგმენ. არა როგორც ქვეშევრდომები, არც კი მკითხეს, როგორც ორი მხარის ნაწილი. ეს ელემენტები უცხოა ამ რეგიონისთვის. და აი რატო, რა თქმა უნდა, ხვალ დილით, მაგრამ ბოდიშით, იქნებ ჩვენ შორის უნდა ვისაუბროთ, ჩვენ ხო აქ ვცხოვრობთ და მომავალშიც აქ ვიცხოვრებთ. ამ ხრივ გაერთიანებული ტერმინები, ათწლეულების ტერმინები, იციან, რომ ეს დასრულდება. არის სურვებდნენ, როგორც ქვეშევრდომები, არც კი კითხავდნენ. სტაბილიზაციის ელემენტიდან გადაიქცა არეულობის ელემენტად, რაც მეორე დიდ არეულობის ელემენტს ისრაელს უერთდება. ველი ფიქრებ, რომ ეს ფრონტზე, რომელიც თითქმის 400 მილიონ მუსლიმს აერთიანებს, სულიად უმოქმედო იქნება. ეს 400 მილიონი, რა თქმა უნდა, ხვალ დილითაც კი ამ ათწლეულების შემდეგ იციან და სურთ, რომ ისიამოვნო. ამ 400,000 მუსლიმს ამ სიტუაციაში, როგორც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ყველაფრის უკან არის არადასავლური სიმდიდრის კიდევ ერთი ელფერი. არ გეჩქარება, რომ გადახედო ან თავიდან განიხილო არსებული ძალთა განლაგება. ამიტომ ისინი არიან სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, როცა სადამ ჰუსეინის დროს იყვნენ ქვეშევრდომები, მაშინაც კი არ ეკითხებოდნენ მათ ამჟამინდელ გეომეტრიებზე. ასე რომ დღეს ისინი ბევრად ნაკლებად არიან იზოლირებულები. რა თქმა უნდა, ხვალ დილით ესეთ ადგილებში, სადაც შეგიძლია იყო და აკეთო ის, რასაც აკეთებდი, დღეს თუ იმას გააკეთებ, რაც ბუშმა გააკეთა ათწლეულების წინ, სამსახურს დაკარგა. მათ იციან, როგორ დაიკავონ ადგილი. ნახეთ, როგორ იქცევა ეგვიპტე, ნახეთ, როგორ იქცევა თურქეთი, ნახეთ, როგორ იქცევიან ისინი, ვინც ზღვარზე არიან და სურთის სარგებლობ ბოლო მხარდაჭერით. არაფერი. თუ ისრაელზეც ვილაპარაკებთ, მათ მოახერხეს, რომ ქვეშევრდომები გამხდარიყვნენ. ნამდვილი შედევრია.
რომ რაღაცას დილითვე აიღებდნენ 10 წლეულების განმავლობაში, იცოდნენ რისთვის იყო საჭირო გარკვეული საქმიანობისთვის და სულ სხვა რამეს იყენებდნენ. გულისხმობა IDF-ს, მაგრამ ამაზე მე ვილაპარაკებ. მათ აიღეს ჩაკუჩი, რომ ხრახნები გაეხსნათ. ეხლა ხრახნების გასახსნელად საჭიროა სახრხრახნისი. ჩაკუჩი კი ლუსმნების დასაჭედებლად არის. თუ მართლა ბოლო მცდელობებს მივმართავთ ხრახნების გასახსნელად, ეხლა ხრახნების გასაცნელად სახრახნისი გჭირდება, სხვანაირად არ გამოვა. და ამას უკვე ხვდებიან, თვითონაც ამბობენ. ისრაელის სამხედრო ლიდერობა, რომელსაც თქვენ იყენებთ, თქვენ შევდომები, იყენებთ არა იმისთვის, რომ ხვალისთვის მაინც იყოთ დარწმუნებული, არამედ იმიტომ, რომ ისინი იციან. ისრაელის სამხედრო ლიდერობა, რომელსაც თქვენ იყენებთ, თქვენ თავრობა, იყენებთ იმისთვის, რასაც დანიელე კარგად ამბობდა, იმ რაღაცისთვის, რისთვისაც ყველა ისრაელი მოუთმენლად ელის, რომ ისრაელი დაშალოს, სულ გაელვება, რისთვისაც ყველა სიმდიდრეა მოუთმენლად ელიან, რომ ისრაელი დაშალოს და სამუდამოდ გაანადგუროს ირანული საფრთხე, ისინი იყენებენ სახრახნის ჩაკუჩის ნაცვლად უპირიქით. მაგრამ იქნება ამაზე ვილაპარაკოთ, როგორც ქვეშევდომებმა, რომლებიც საცკი გაუთვალისწინებიათ. სანამ ამაზე გადავიდოდეთ, ბოლო განცხადება, რომელიც გააკეთა კალი ღალიბაფმა, რომელიც ირანის პარლამენტის თავმჯდომარეა, თქვა, რომ შეთანხმებები, ვალდებულებები, მოკლედ უნდა შესრულდეს. მე ცოტა რთულად ვხედავ 24 ან 12 მილიარდის გამოშვებას 24 საათში, ასე რომ თითქმის ისეა, თითქოს ამ პუნქტში ჩამოთვლილი იგივე წინაპირობები შეუძლებელია შესრულდეს. ანუ თითქოს სპეციალურადაა ისე გაკეთებული, რომ ვერ შესრულდეს. დროის საკითხია, რადგან ტექნიკურად შეუძლებელია ეს ყველაფერი სწრაფად გაკეთდეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვაქვს სპარსეთის ყურის სხვადასხვა მონარქების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ რაღაცებს ხსნიან. აი ეს ჩვენთვის კარგი კითხვაა, დანიელე. დანიელე ამტკიცებს, რომ მხარს უჭერს ამერიკული სამხედრო დაფინანსების შეჩერებას. რატომ ამბობს ამას? და რა არის ეს კანონი 224-ე მუხლი, რომელიც ძალიან საკამათოა. ეს 224-ე მუხლი არ ვიცი რა არის და დარწმუნებული ვარ, შენ შეძლებ გაიგო, რას ვთხოვე. ნეთანიაჰუზე წლები გადის, მე ნეთანიაჰუ მაშინ გავიცანი, როცა ის ისრაელის ელჩი იყო გაერთიანებულ ერებში. უნდა ვთქვა. უდავოდ საინტერესო პიროვნებაა. და თუმცა უკვე 25-30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში იყო, ფაქტობრივად ის ერთგვარი ფენომენია. დაახლოებით ისე, როგორც პუტინი რუსეთში. ან ისეთივე ფიგურაა, როგორც ერდოღანი თურქეთში. რომლებიც ყოველთვის იქ არიან. შეიძლება 2 წლით გარეთ იყოს, მაგრამ ძირითადად ყოველთვის იქა. ის მოხერხებულია. კარგად ესმის, რომ ტრამპთან ურთიერთობაში დახსოვთ, როცა ბაიდენი აელჩიეს, ბაიდენი. ნეთანიაჰუმ, რომელიც მაშინაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი იყო, დაურეკა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და უთხრა: პრეზიდენტო, გილოცავ. ტრამპმა ნეთანიაჰუსთან 2 წლის განმავლობაში აღარ ილაპარაკა. საჯაროდ აცკანინა, ყველაფერი უთხრა. ნეთანიაჰუმა, ჩემი აზრით, დაკვეთილი მიიღო. მოგცემთ კიდევ ერთ მაგალითს. როცა შარშან სწორედ ამ დღეებში ტრამპმა ირანის წინააღმდეგ პირველი უსარგებლო დაბომბების შემდეგ თქვა: მე გავანადგურე ყველა ატომური ობიექტი. ირანული ყველა და ამერიკულ მედიაში ვიღაცამ გაბედა ეტითხა, თუ 1 წლის წინ გაანადგურე, როგორ მოხდა, რომ თებერვალშიც დაბრუნდი? რამდენჯერ უნდა გაანადგურო? აშკარაა, რომ სისულელე თქვი, როგორც ხშირად ხდება მის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში რეალურად ირანის ბირთვული ობიექტების დაზიანება დიდწილად ისრაელის ავიაციის დამსახურება იყო. ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი გაჩუმდა. არ მისცა საუბრის უფლება, უთხრა: კარგი პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მადლობა. რატო? რადგან ბენიამინ ნეთანიაჰუ ასევე ხვდება, რომ მართალია ისრაელის სამხედრო თვალსაზრისით ძალიან ძლიერი ქვეყანაა. ისევე მართალია, რომ მას მაინც სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერა, მათ შორის იარაღის მიწოდებაშიც. რადგან მირკო დღეს დილით Financial Times-ში იყო ეს საოცარი სტატია, სადაც ვაშინგტონიდან ამბობენ, რომ პეტრიოტის რაკეტებს ვერ მიაწვდიან არც ევროპას და არც იაპონიას, რომელმაც ისინი შეუკვეთა. მაგრამ ამერიკელებსაც კი შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ცოტა ჰქონდეთ. ამიტომ ნეთანიაჰუს ბოლო რაც შეუძლია გააკეთოს, სიტყვებით თქმა, რადგან ეს ყველაფერი საღამოს განცხადებებია, ესე.
შემდეგ კი უნდა ვნახოთ ფაქტები, რადგან შენ მეუბნები, არა, კარგი პრეზიდენტი, კარგი მეც დავშვიდები. მერე ხვალ დილით ნეთანიაჰუ, ხვალ სხვა დღეა, როგორც ამბობენ, ხო ასეა? ანუ ვნახოთ, დარჩება თუ არა ასეთ თანმიმდევრული, ნეთანიაჰუს პრობლემა აქვს. მე ერთ რამეს ვიტყვი, როცა ჰეზბოლაზე ვსაუბრობთ, მართალია, ჰეზბოლას ლიბანის მოსახლეობის ერთი ნაწილის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს. ჰეზბოლა ლიბანელები არის. ისინი პალესტინელები არ არიან, როგორც ბევრს გონიან. ისინი ლიბანელები არის. შიიტური საზოგადოება უკვე რამდენიმე თვეა გაყოფილია. რადგან, თქვათ, ბეირუთში მყოფი პოლიტიკური ნაწილი უნდა რომ ლიბანი ერთხელ და სამუდამოდ სუვერენულ ქვეყანად იქცეს. სუვერენული ქვეყნისთვის ჰეზბოლა როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც იტალიამაც ტერორისტულ ორგანიზაცია დავიარა, ვერ იარსებებს სუვერენულ სახელმწიფოში. ერთი. მით უმეტეს, როცა მიზანი სხვა სუვერენული სახელმწიფოს განადგურებაა, დღეს დილით გამოცხადდა შეთანხმება, რომელსაც გირჩევთ რომ დააკვირდეთ, როცა დრო გექნება თქვენებად. საუდელები, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ ისინი მაინც შესანიშნავი მოთამაშეები არიან. 5 წლის შემდეგ ლიბანს მოუხსნეს სანქციები ციტრუსების და ლიბანური პროდუქციის საუდის არაბეთში ექსპორტზე. ამ მომენტში ამბობენ, რომ ლიბანის მთავრობა ცდილობს ქვეყანაში გარკვევის სუვერენიტეტის მოტანას ცდილობთ, ჩვენ გიგზავნით სიგნალს. არ იმსახურეთ, მაგრამ მაინც გიგზავნით გეხმარებით. იმასთან ერთად, რომ სირიელებმა გახსოვთ უკვე ორთვენახევრის წინა თქვენს ლიბანელებს, ჩვენ გიზღუდავთ საზღვარს, ძირითადად უკეტავთ ჰეზბოლასთვის, რომლებიც ასაც ეხმარებოდნენ სამოქალაქო ომის დროს. მაშ მე არ ვარ გუწრფელი. გუწრფელად რო თქვა, არ ვარ დარწმუნებული, რომ აბრაამის შეთანხმებები როგორც სტრატეგია, ისრაელი არ არის ის, ვინც მათ უკან მიათევს. დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილი ძლიერი კოზირი იქ საუდის არაბეთის ხელშია, მიუხედავად ყველაფრის. არ ვარ დარწმუნებული, რომ აბრაამის შეთანხმებები დაკარგულია ან დასრულებულია. ჩემი აზრით, ისინი შეჩერებულია და მომდევნო კვირებში უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. დარწმუნებული ვარ, მირკო, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები თუ მათ პოზიციაზე დავდგებით, რით რომლებსაც ნავთობის ექსპორტი, ორმუზის სრუტის გავლით უწევთ, თუნდაც ირანელებს რამდენიმე მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადონ სრუტის გასახსნელად, გადაუხდიან. რა მნიშვნელობა აქვს მათთვის? მათ უნდა იუაჭრონ, იქ თითოეულს გადარჩენა სჭირდება. გადარჩენა. ესე რომ მიხვდები, რომ ჩვენ აღარ გვაქვს ძველი შუა აღმოსავლეთის კრიზისები, სადაც აქ იყვნენ კარგები, იქ ცუდები, ერთი ცემას იღებდა, მეორე კი სცემდა, მერე ჟენევაში შეხვედრას მართავდნენ. აქ დაინდრა მთელი სცენარი. როცა ამბობ რუსეთი, ჩინეთი, დავამატოთ ინდოეთიც. ანუ ჩვენ საუბრობთ ისეთ ქვეყანაზე, როგორიცაა ინდოეთი, უზარმაზარი ძალა, მაგრამ ინდოეთი რამდენიმე დღის წინ ტრამპი ჩავიდა იქ სამი ინდოელი მეზღვაური მოკლეს. დღეს განცხადება გააკეთა და ირანელებს უთხრა, თქვენ ინდურ გემზე ისროლეთ, არ გწყვენიათ. თქვენ ამბობთ, მოისმინა ერთი რამ. მაგრამ მოდის ადგილას ინდოეთში, როცა ამ განცხადებებს კითხულობ, ფიქრობ, მე ვიცავ ჩემი ქვეყნის ღირსებას, ძალას, სუვერენიტეტს. თუ მივდივარ და ტრამპს ან ირანელებს ვეფერებოდი და ასე არ ხდება. ამიტომ ჩემი აზრით შეუძლებელია, რომ ეს შეთანხმება ლაპარაკების მიღმა ტრამპმა გაატაროს, რადგან ის აცხადებს რაღაცას, რაშიც არავის აქვს ინტერესი, არავის აქვს ამის გაკეთების ინტერესი. ამასობაში მე ვიკვლევდი ამ 224 კანონს, რომ პაულუსთვის კომენტარი მეთხოვა, რადგან საინტერესოა განსაკუთრებით იმ ურთიერთობების ფონზე, რომლებიც ცოტა ირღვევა ისრაელებსა და ამერიკელებს შორის. ფაქტობრივად პაოლო ეს არის შეთანხმება ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის 224 მუხლი, რომელიც პრაქტიკულად ამერიკულ შესყიდვებს ისრაელის შესყიდვებთან აკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად როცა რაღაც იქნება, ისრაელელებს აქვს პრიორიტეტული გზა, ერთობლივი საწარმო, სამხედრო მხარდაჭერის თვალსაზრისით. სხვათა შორის წინააღმდეგობას ერთდროულად უწევენ როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი სენატორები, რადგან ეს პრაქტიკულად ამერიკის თავდაცვის ინდუსტრიას ისრაელის ინდუსტრიასთან აკავშირებს.
თითქმის 100-ია. თუ თქვენ ამას გამოიგონებთ, ჩვენც უნდა მოგცეთ. ეს რა თქმა უნდა ისრაელის ლობისტების მუშაობა ამერიკაში, რომლებიც სურთ ამერიკა განუსაზღვრელად დააკავშირონ ისრაელთან. იმ დროს, როცა იტალიაშიც კი ამბობენ, რომ შესაძლოა სმოტრიჩის ან ბენგვირის მსგავს ადამიანებზე რაიმე სანქციები უნდა დავაწესოთ, თქვათ ალყა ვიწროვდება. თუ ადრე ევროპაში მეტნაკლებად მობიერება იყო გარდა ალბათ ესპანელების, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა საუბრობდნენ, ისრაელები ამბობენ, კარგი, მაინც დავსმუნდეთ, რომ ამერიკელები ჩვენგან ვეღარასდროს გაითიშებიან. და როცა იწყება სამხედრო ერთობლივსა წარმოს, ლოგისტიკურ ჯაჭვს, ერთობლივს წარმოებას და ასე შემდეგ, მე რთულია თავი დააღწიო. რას ფიქრობ ამ ნაბიჯზე? რა თქმა უნდა, ამ არეულობაში გარდად მოიქცა მაყურებელი, რომ შეგვათხოვინა ეს ამბავი თითქმის შეუმჩნეველი დარჩა. ისმენბაო. უნდა დიახ, აი აქ ვარ. არა, ნამდვილად კი ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად იყვნენ დაკავშირებულნი, ვიდრე ეხლა არიან, მაგრამ დაუშვათ, რომ ეს შესაძლებელია. ის რაზეც ფიქრი გიჩნდება. თაობარია ერთიან კვლევაზე. ზუსტად, ანუ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რამ. ანუ სამხედრო დანიშნულების საიდუმლოებებია ის, რაც აბსოლუტურ უპირატესობას გაძლევს. წარმოიდგინეთ, რომ ლოს-ალამოსის დროს ასეთი კანონი ყოფილიყო დიდი ბრიტანეთთან. რომ ეთქვათ, ჩვენ ვქმნით ატომურ ბომბას, რომლითაც იაპონელებს დავარტყამთ, გინდათ თქვენც ამ პროექტის ნაწილი იყოთ თუ არა, მაგალითად ბრიტანელებისთვის. უბრალოდ ესეთი რაღაცები ძალიან რთულად განსახორციელებელია, მაგრამ მე მინდოდა სხვა თემაზეც დაგეფიქრებინათ, რომელიც ჩემი აზრით ამასთან უნდა იყოს დაკავშირებული. აღნიშნავენ როგორც დისტანციას მართველ ჯგუფსა და როგორც გინდათ ფართოდ, ანუ ვიწროდ შეგიძლიათ გაიგოთ. ტრამპსა და მის მცირე გარემოცვას. ან კიდევ უფრო დიდად იმ ტექნოკრატებს, რომლებიც მას უჭერენ მხარს და აფინანსებენ და ამერიკელ მოსახლეობას. თვეზე ნაკლებ დროში 4 ივლისია ამერიკელები დამოუკიდებლობას ზეიმობენ. საჭიროა დაფიქრება ამ სიტყვებს. ზეიმობენ, მოიგეს უამრავი ომი, ბევრი რამ გააკეთეს, მაგრამ ისინი ზეიმობენ იმ დღეებს, როცა აღარ ყავდათ ბატონები. ეხლა თუ ამერიკულ საზოგადოებრივ აზრში იწყებს გავრცელებას და ეს უკვე ხდება, სინამდვილეში ბატონი არსებობს და ეს არ არის მათი არჩეული შეერთებული შტატების პრეზიდენტი, არც სენატი, არც კონგრესი. არამედ ეს არის ვიღაცა, ვინც ოკეანის მიღმა ცხოვრობს, ვინც მოქმედებს, ვინც სხვა ინტერესებს მისდევს. ეს არის ფენომენალური პოლიტიკური ბომბი ნებისმიერი ადამიანის ხელში, ვინც შეძლებს მის გამოყენებას. გარდა იმ ძალისა და მას ბევრი აქვს, რომელიც ისრაელის ლობისტურ ჯგუფს აქვს შეერთებულ შტატებს. რადგან თუ მიხვიდეთ ამერიკელთან და ეთქვით, ნახე, შენი პრეზიდენტი ვაშინგტონში კი არ ცხოვრობს, არამედ თელ-ავივში ცხოვრობს, ნახეთ რა სახეს მიიღებს. რადგან ყველაფერზე უარის თქმას მზად ვარ, მაგრამ არა იმაზე, რომ მე ვარ სწორედ 4 ივლისის შვილი, ანუ დამოუკიდებელი ნებისმიერი სხვა მეფის ან იმპერატორისგან. ეს არის თემა, რომელიც მნიშვნელოვნად იმოქმედებს. თუ შეძლებენ და დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებენ ამას, ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭონ მომავალ ამერიკულ პოლიტიკურ არჩევნებში. რადგან არასდროს მომხდარა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი მთელი ამერიკული მართველი კლასი დოკუმენტურად შეიძლებოდა დადანაშაულებულიყო იმაში, რომ გარკვეულწილად ძალიან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ან თითქმის დამოკიდებული ან თუნდაც დაქვემდებარებული რომელიმე სხვა უცხო ქვეყნის ლიდერზე. ეს არასდროს მომხდარა. და ეს არის პირველი ფაქტორი. ფაქტორი უკიდურესად სერიოზული. რაც მინდოდა მეთქვა, რომ დავასრულო ის საუბარი, რომელიც ცოტა ადრე დავიწყე, გაძევება, შეერთებული შტატების შესაძლო გაძევება ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან. ვერ წარმოვიდგენთ, რომ ეს იყოს საიგონის ტიპის გაქცევა, როცა ყველა საელჩოს ვერტმფრენებით გარბის, თუმცა რო გქონდეს არ არისო მასპინძელი, არამედ გახდე ერთ-ერთი სტუმარი სასტუმროში. შეიძლება ყველაზე საპატიო სტუმარი, რომელსაც აქვს ლუქსი, რომელიც ყველაზე კარგად არის, მაგრამ მაინც უნდა მიესალმო სხვებს ლიფტში და იცოდე როგორ მოიქცე, რადგან სასტუმროში სხვა სტუმრებიც არიან. და როგორც სწორად ამბობდა დანიელე, ალბათ სასტუმროს ორი მასპინძელი უკვე აცნობიერებს, რომ სწორედ ისინი არიან სასტუმროს ნამდვილი მასპინძლები. ეს არის საუდის არაბეთი და ირანი.
და მათ შეუძლიათ მშვიდად მიაღწიონ წარმატებას. თუ გვერდზე გადადებენ იმ 730,000 საკითხს, რაც მათ შორის დაპირისპირებას იწვევს. მაგრამ ყურადღებას გაამახვილებენ იმაზე, რაც დანიელემ თქვა, ანუ ჩვენთვის არ არის მომგებიანი, რომ ერთმანეთში ვიჩხუბოთ როგორც გაცოფებული ძაღლები. რადგან ერთადერთი, ვინც ამით სარგებელს იღებს, ჩვენი მტრები არიან და ჩვენ აუცილებლად ზარავდებით. მოდით შევთანხმდეთ. თუ კარგად დაფიქრდებით, რამდენიმე თვის წინ, არა, უკვე თითქმის 2 წლის წინ ჩინეთი იყო ის ძალა, რომელმაც თითქმის აიძულა ირანი და საუდის არაბეთი, რომ თითქმის მშვიდობა დაედოთ. წყეულინც იყოს ის ეშმაკი, რომელმაც ჩხუბი გვაიძულა. აი ეს. გახსოვთ, როცა ჩინეთმა დაიწყო იმ ორ ძალას შორის დიპლომატიური არხების აღდგენა. ამ ახალ გეომეტრიაში აუცილებლად ექნება შესაძლებლობა თურქეთსაც ადრე თუ გვიან რო ჩაერთოს. და ხედავთ, რომ ისრაელის გარშემო, როცა საუდის არაბეთი ერთ ადგილას მიდის, ირანი სხვა ადგილას მიდის, თურქეთი კი დანარჩენ ორზე თანხდება. შენ აღმოჩნდი იმ ტერიტორიის, იმ ალყის ცენტრში, საიდანაც გეგონა რომ გამოხვიდოთ. სამხედრო მოქმედებით, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ძალზე სასტიკია, იმ მასების გათვალისწინებით, რომლებიც მონაწილეობენ, საუდის არაბეთი, ირანი, თურქეთი, მაინც ძალიან სუსტია გარკვეული შედეგის მისაღწევად. ისრაელს ყავს ძალიან პატარა არმია იმისთვის, რომ რეალურად შეცვალოს ეს ეკონომიკური და სამხედრო ინტერესების ბალანსი საუდის არაბეთის, ირანისა და თურქეთის მიმართ. რამდენიც არ უნდა ეცადოს. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს საკითხი უნდა განვიხილოთ ბევრად უფრო ფართო რეგიონულ კონტექსტში, სადაც ამერიკელებმა თუ დარჩენა სურთ, ამის გაცნობიერება უნდა მოახერხო. არ ვიცი, როცა ამას ვამბობ და წარმოვიდგენ, რომ წინ ტრამპი მიზის, ხვდები, რომ მთელი ეს აზრი იშლებ. მაგრამ დაუშვათ მოვიდეს ვინმე, ვინც რამეს მაინც გაიგება. თუ ისინი მიიღებენ ამ ახალ განზომილებას, სადაც თავად არიან ახალი არქიტექტურის მონაწილეები და არა თავსმოხვეული არქიტექტურის ბატონები, ალბათ მაინც შეძლებენ რაღაცის შენარჩუნებას. რადგან თუ ისინი ისევ ამ თამაშს გააგრძელებენ, ან გონია რომ შეერთებულ შტატებს დიდხანს ვიხილავთ იმ პოზიციაზე, რომელზეც დღეს არის. მაშ, სანამ შემდეგ თემებზე გადავიდოდეთ, რომლებიც საკმაოდ ბევრია, რადგან საინტერესო ამბები გვაქვს, მაგალითად, არ ვიცი, ეს ამბავი ალბანეთში ფლამინგოების პროტესტის შესახებ კუშნერის კურორტზე, კუნძულზე არის სტარმერის საკითხი, რომელიც პირდება, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ბრძოლას გააგრძელებს, არის ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის გადადგომა, ბევრი რამ ხდება, ამერიკული გამოყვანა, ავიამზიდის გადაადგილება. ჩვენ ცოტა ხნის წინ ლანძარასთან ერთად პირდაპირ ეთერში ვისაუბრეთ ერთ ძველ ამერიკულ ოპერაციაზე, როცა მათ ევროპული ბაზების მხარდაჭერა არ ჰქონდათ. მოიძიეთ ეს და ნახავთ, რომ მათთვის ოპერირება მართლაც ძალიან რთული იყო. თხოვ, დანიელ. მადლობთ. ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ამ დღის მთავარი საკითხებიდან ერთ-ერთია. დღეს დილით, როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ ონლაინშია. New York Times-მა გამოაქვეყნა ასეთი რამ. პენტაგონი ევროპიდან გამანადგურებელი ბომბდამშენების მესამედს აბრუნებს. 26 საზღვაო პატრულირების თვითმფრინავიდან რჩება მხოლოდ 15. საზღვაო პატრულირება, როგორც მახსოვს, შემისწორეთ თუ ცდები დიცილად სიგონელაზე იყო დაფუძნებული, მით უმეტეს, რომ უკრაინის კონფლიქტის შავი ზღვისა და ბალტიკის მიმართულებით ვითარება დაიძაბა. 3. საუბარია ავიამზიდზე. მაშასე დილიდან ვეკითხები საკუთარ თავს, რადგან იტალიის მთავრობისგან არ ყოფილა რეაქცია. თუ შემთხვევით, რადგან ამერიკელებს ევროპაში ბევრი ავიამზიდი არ ყავთ, ისინი მეექვსე ფლოტზე საუბრობენ, ანუ გაიეტაზე რო გავიგოთ. 4. შემტევი წყალქვეშა ნავი, ხო? სად არის განთავსებული? საინტერესო იქნებოდა, რომ ვიღაც ამ მომდევნო დღეებში პასუხი გავცეს. კიდევ ერთ ფაქტს დავამატეთ. ის იყო ხმელთაშუა ზღვაში და ყოველთვის კვიპროსისა და თურქეთის მხარეს იმყოფებოდა. ალო, მოკლედ მე ეს უბრალოდ თქვი, მაგრამ შენ დამიტასტურე ერთი რამ, რაშიც მე კარგად ვერ ვერკვევი, თუმცა დილიდანვე ვეჭვობდი. ყურადღება ორშაბათს ვაშინგტონში, მომავალ ორშაბათს. 15-ში ჩამოდის კროსეთო.
იტალიის თავდაცვის მინისტრი. თუ გახსოვთ, მან უკვე გადადო ვიზიტი რამდენიმე თვის წინ. მაშინაც იყო ის სულ პატარა ამბავი, ინციდენტსაც კი ვერ დაარქმევდი. ეს დიდი სიტყვაა, როცა მელონიმ თქვა არა, რომ არ დაგრთავთ სიგონელას გამოყენებას ტრანზიტისთვის, ირანში წასასვლელად და ასე შემდეგ. ესპანელების უარის შემდეგ იტალიელებმაც გარკვეული ნერვიულობა გამოიწვიეს ვაშინგტონში. რატომ გირჩევთ? ძალიან ყურადღებით დააკვირდეთ კროსეტოს ვიზიტს ვაშინგტონში ორშაბათს. იმიტომ რომ კროსეტო იძულებული იქნება დასვას ის კითხვები, რომლებიც ამ მომენტში ჩვენ და შენს დამომწერებს გვიჩნდება. შენ ვინც დღეს დილით გამოაცხადე, რომ ძირითადად ამერიკის შეიარაღებული ძალების მესამედ შლი, ყურადღება ნიუ-იორკ ტაიმსის განცხადებაში წერია მოკლევადები სამხედროებისთვის. თქვენ ხო უკეთ იცით. და თუ შენ 6 თვეში წახვან, მე ხო არ ავაშენებ ავიამზიც, ხო არ ავაშენებ წყალქვეშა ნავს. ანუ მოკლევადები ნიშნავს, რომ შენ ალბათ რამდენიმე წლით დამტოვეთ, დაუცველად. მეორეც, თქვენ ჩემი აზრით უნდა გააერთიანოთ ეს სივრცე ნიუ-იორკ ტაიმსისთვის. მაგრამ აშკარაა, რომ ეს პენტაგონმა გადასცა მათ, რათა მსოფლიო გაეფრთხილებინა. იმ ფაქტით, რომ შენ ამერიკის შეერთებულ შტატებო მთელი ყურის მასშტაბით გაქვს ბაზები და როცა ირანელები პასუხობენ თავდასხმას, რომელიც შენ ამერიკის შეერთებულ შტატებო ირანის წინააღმდეგ განახორციელე, ვერ შეძლე დაგეცვა არც შენი მოკავშირეები და არც ამერიკული ბაზები ყურეში. მესამე, როცა მე ადრე პატრიოტის სისტემების საკითხს ვახსენებდი, ყურადღება მიაქციეთ, ნუ შეაფასებთ ამ საკითხს უმნიშვნელოდ. ტრამპი მეორე ვადით პრეზიდენტად დაბრუნდა და ევროპელებს, იაპონელებსა და კორეელებს უთხრა, უნდა იყიდოთ მეტი ამერიკული იარაღი. ევროპელებმა, იაპონელებმა, კორეელებმა და ავსტრალიელებმა თქვეს, კარგი, მაგრამ ამერიკელები ვერ ახერხებენ მათი წარმოებას და მიწოდებას. ნახეთ, ეს სამი ფაქტორი გვაჩვენებს, რომ ჩვენ იმ მდგომარეობიდან, რასაც ყოველთვის იმპერიას ვეძახდით, გადავედით დიდ ძალად, კავშირის ყველაზე ძლიერ ძალად. მაგრამ ეს აღარ არის იმპერია. ეს არ არის მოკავშირეებს შორის მოქცევის სწორი გზა. ვიღაცა შენს მიმდევართაგანმა დღეს დილით ჩვენს მეგობართა საიტზე, არესზე, რომელიც სამხედრო საკითხებს ეხება, მაშინვე ერთი რამ შენიშნა. მაგრამ თუ შენ ამერიკელო სიგონელას დაშლი, მერე როცა შუა აღმოსავლეთში უნდა იფრინო და დაბომბო აქეთ-იქით, რას გააკეთე? იტალიელებს გთხოვ შემომიშვიო? ანუ რეალურად შენ ამით შენი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებსაც აზიანებ, თუ რა თქმა უნდა უარის თქმა გინდა. მაგრამ გესმის, რომ ეს ყველაფერი მირკო ამას დღეს საღამოს თეირანშიც ხედავენ. თუ ირანელები დაინახავენ, რომ შენ ევროპიდან და იაპონიიდან იხე უკან, რომელსაც რამდენიმე დღის წინ უკვე უთხრეს, რომ პატრიოტებს არ გადასცემენ, რომ არიცავ ტაივანს და რომ ვერ შეძლე შენი მოკავშირეების დაცვა სპარსეთის ყურეში, მაგრამ ცხადია, რომ შენი მოკავშირეები სპარსეთის ყურეში, როგორც თქვენ ამბობდით, დაწყებული საუდის არაბეთით, ეცდებიან კომპრომისის მოძებნას ირანთან და სხვებთან. ისრაელი ცდილობს ამერიკულ მომარაგებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად დაიზღვიოს თავი, რადგან ხედავენ, რომ ისინი მიდიან უჭირთ. მაგრამ ნახეთ, ჩვენ ამ არხზე არაფერს ვაკეთებთ შემთხვევით. ლაივი, რომელიც გავაკეთეთ ანზარასთან ერთად, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ოპერაცია ელდორადო კანიონში, სადაც ამერიკელებმა, პატრონებმა 20-მდე ბომბდამშენის გადასაყვანად საჰაერო ხიდი უნდა გაეკეთებინათ, თითქმის თითო ბომბდამშენზე თითო ტანკერი. ეს იყო მართლაც გამორჩეული მისია. ეს იმიტომ, რომ ეს შემთხვევითი არ იყო. ჩვენ გვინდოდა მიგვეცა პრაქტიკული, ოპერატიული, ისტორიული მაგალითი იმისა, რას ნიშნავს ამერიკელებისთვის თუნდაც პატარა ოპერაციის ჩატარება, როგორიც ლიბიაში მოხდა მათი ბაზებისა და მხარდაჭერის გარეშე. შემდეგ კი როცა ამას ძალიან მოკლე დროში აკეთებენ, ისე რომ ევროპელებსაც კი არ აძლევენ დროს, რომ უთხრა ნახეთ, 3 წელი გაქვს მოსამზადებლად, მე ჩვენ გავდივართ, ეს ნამდვილად უსამართლო და დამცინავი ნაბიჯი. მე ამას ყოველთვის ვამბობ ტრაგედიის დროს, რომ ევროპა გამოფხიზლდეს, გამოიყენოს მომენტი და მოიკაპიცოს სახელოები, რადგან როცა ვინმე ტოვებს სიცარიელეს, არა პაოლო, ეს ასევე შესაძლებლობაა. დიახ, მართალია. თუ თავად არ ხარ ამ სიცარიელეში, თუ შენ ხარ ამ სიცარიელეში, პრობლემები გექნება. და ჩვენ ამ სიცარიელეში ვართ. ანუ
მოკლე ისტორია ამერიკის ოფნის შესახებ ევროპაში. ომის დასრულების შემდეგ ევროპაში 1,5 მილიონი ამერიკელი ჯარისკაცი იყო. იმ დროს დაახლოებით ვამბობ ცივი ომის პერიოდში რაოდენობა დაახლოებით 300,000-დან 350,000-მდე იყო, დღეს ისინი 9 მილიონი. დღეს მათი რაოდენობა 90,000-ია. ანუ ამერიკული ძალების შემცირების ტენდენცია ევროპაში 1945 წლიდან გრძელდება. რომელი ძალები და რას აკეთებენ ამერიკელები? იმიტომ რომ ჩვენ კონცენტრირდებით ჯარისკაცების გამოყვანაზე, რაკეტების მოხსნაზე, რამდენიმე თვითმფრინავის გადაყვანაზე, მაგრამ რეალურად ამერიკელების წვლილი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. ამერიკელები არიან ისინი, ვინც ნატოს მთლიან სადაზვერვო სტრუქტურას უზრუნველყოფენ. თუ ამერიკელები მიდიან, ეს ნიშნავს, რომ ევროპას არც კი ეცოდინება რა ხდება კამპანოჩეკიოში და შემდეგ გეტყვით სად არის. ანუ ისინი სულად აგვიბრმავებენ თვალებს. მხოლოდ თუ ისინი იტყვიან, ჩვენ ყველანი მივდივართ, მაგრამ გიტოვებთ სატელიტურ დაფარვას, სადაზვერვო მხარდაჭერას, სტრატეგიული კომუნიკაციების უზრუნველყოფას. უნდა ვთქვათ მადლობა, რადგან ჩვენ ამას ვერ შევძლებდით და მოგვატყუებდნენ. რამდენი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც შეუძლია ნატოს დოქტრინის სულად და დამოუკიდებლად განხორციელება? არც ერთი, აბსოლუტურად არც ერთი. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ არ გაქვს საჭირო ინსტრუმენტები. არ აქვს ის ინსტრუმენტები, რომ შექმნას საფუძველი, რომელზეც შემდეგ შეიძლება დავაფუძნოთ ის, რასაც ჩვენ კონვენციურ ძალებს უწოდებთ. ეს მაშინ შევამჩნიეთ, როცა მასშტაბი უკრაინაზე გადავიდანეთ, იმ დღეს, როცა ილონ მასკმა ელექტროენერგიის გადასახადი არ გადაიხადა და სტარლინკი გათიშეს. მთელი უკრაინის არმია და მთელი რუსეთის არმია ბრძოლას წყვეტს, რადგან ისინი დაბრმავებულები არიან და ჩვენ საუბრობთ კერძო ოპერატორზე. ეს კიდევ ერთი საინტერესო თემაა, რადგან ეს შეიძლება იყოს თავის დაღწევის საშუალებაც. ამბობს, ჩვენ როგორც შეერთებული შტატები შეიძლება გვინდოდეს დარჩენა, მაგრამ რადგან ეს მთელი სექტორი თითქმის მთლიანად გადაცემულია იმ ბატონზე, რომელიც კერძოა, ის მის ინტერესებს მიხვება. თუ გინდათ, მას გადაუხადეთ. ესეც სულელური ნაბიჯი არ არის, სულელური ნაბიჯი არ იქნებოდა. ნაბიჯი არ იქნებოდა. ანუ საზოგადოებრივი სერვისის, რომელიც თავდაცვას ეხება, ხარჯების პრივატიზაცია. შემდეგ ამბობენ, რომ არა, რომ სახელმწიფო საბოლოო ჯამში დიდად არაფერ შუაშია. იმიტომ რომ სწორადაც კომპანიის მფლობელი საკუთარ ინტერესებს იცავს და უნდა გადაუხადოს იმან, ვინც ამ სერვისს იღენებს მაგალითად. ამიტომ ამერიკელების წასვლის იდეა, არა, ამერიკელები ნამდვილად ამცირებენ, მაგრამ არც ისე ძალიან. უფრო მეტად ამცირებენ სახმელეთო ძალების ყოფნას. მაგრამ პოლონელები ეხლა ფიქრობენ 400,000-იანი არმიის შექმნას. გერმანელები ცდილობენ კიდევ 400,000-იანი არმიის შექმნას. მხოლოდ ეს ორი ქვეყანა ერთად არის 800,000 ადამიანი. რაც თითქმის თურქეთის არმიის ტოლია, რომელიც ნატოს მეორე ყველაზე დიდი არმია. ანუ უკვე არიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ დაბალტექნოლოგიური სივრცის დაკავებაზე, გულისხმობს სახმელეთო ძალებს, ელექტრონიკას, ტანკებს, რაკეტებს. უბრალოდ ასე არა, იმიტომ რომ ეს ერთადერთი სივრცეა, რომლის დაკავებაც შეგიძლია. იმიტომ რომ ასე თავისუფლად დატოვებული სივრცე, კიბერსივრცე, სატელიტური კომუნიკაციების სივრცე, სტრატეგიული დაზვერვის სივრცე, ეს არა. ვერ შეძლებ რაიმეს გაკეთებას, თუ არა მომდევნო 20-25 წლის განმავლობაში. და აი ისე ბრუნდებით ხრელში. ხრელში უკვე ვართ, რადგან იმ 60 წელიწადში, როცა შეგვეძლო ხრელის პირზე ყოფილიყავით, გვირჩევნოდა ხრელში ყოფნა. და ეხა მხოლოდ ამ პატარა მრგვალ წრეს ვხედავთ ცაში და გონია, რომ ეს არის მთელი ცა. ვერ ვხედავთ რა არის ამ ხრელის მიღმა. პირველ რიგში ვცადოთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. და უნდა გავიგოთ, რომ გამოწვევა, რომელსაც გვთავაზობენ, ძალიან სწრაფია და ძალიან ძვირად ღირებული. იმისთვის, რომ იმ პირობებში ვითამაშოთ, როგორადაც დღეს ამერიკის შეერთებული შტატები გვთავაზობს და თუ ამ თამაში ვერ მონაწილეობ, უბრალოდ არ უნდა ითამაშო და უნდა მიიღო იმ ადამიანის წესები, ვინც ეს თამაში შემოგთავაზა. და ეს არის ამერიკული თამაში. მე მივდივარ, შენ არ გაქვს ჩემი ჩანაცვლების უნარი, ასე რომ თუ გინდა დავჩე, ამას ჩემი პირობებით და ჩემი ფასით გააკეთე. და ეს არის ის გარიგება, რომელიც დროდადრო ვფიქრობ დონალდ ტრამპს უფიქრია, რომ გაეკეთებინა. ჩვენ არ საუბრობთ მხოლოდ იმაზე, რომ ვიყიდოთ ქვემეხები, ვიყიდოთ 4 რაკეტა, 9 ჯავშან ტექნიკა. მაგრამ მართალია, რომ ამ სივრცეში არის შესაძლებლობები, რომელსაც მაგალითად გერმანია იღებს, იტალიაც იღებს. სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში ინდუსტრიისა და კვლევის ხელშეწყობა შეიძლება გახდეს ბიძგი,
რადგან სხვა ინდუსტრიულ სექტორებს სხვა ეკონომიკები უტევენ. და ისევ უბრუნდებით ინდოეთს, ჩინეთს, სამხრეთ კორეას, იაპონიას, ასე რომ თუ სხვა სეგმენტებში შესაძლებლობები გინდა. ეს შეიძლება იყოს ის შესაძლებლობა, რომლითაც დავიწყებთ კვლევისა და წარმოების იმ სფეროების შესწავლას, რაც უკვე მოვიპოვეთ. Sepolti per 60-70 anni. ეს ნამუშევარი შექმნა კომპანიამ, რომელიც კომპანიამ შექმნა, ჩვენ გვყავს უნივერსიტეტები, გვყავს ხალხი, რომელსაც შეუძლია დაგეგმოს და იფიქროს ამაზე და გვაქვს შესაძლებლობა ავაშენოთ ისინი. ეს არის სფერო, რომელიც ჩვენთვის შეიძლება გაიხსნას და ვფიქრობ, სწორედ ამაშია მთავარი. ეს სივრცე, რომელიც ცადე შეუფერებლად შემეკვეცა, არის კონტრასტი იმასთან, რომ მივდივართ. დანიელე ეს ამბავი აქ ალკარნესი, რომელიც თავდაცვის მინისტრია, გადადგა, რადგან სტარმერი პრაქტიკულად განაგრძობს გედმის გადადებას და მათ ეს მართლა სჭირდებათ. წარმოიდგინეთ, რომ ამ მომენტში ბრიტანეთის საზღვაო ფლოტს დაახლოებით 1/4 აქვს იმ რაოდენობის გემებისა, რაც იტალიას. ბრიტანეთს 68-69, ჩვენ კი 265. რომ გაიგო, რომ ინგლისს ესეთი შემცირებული საზღვაო ფლოტი აქვს. იმდენად, რომ მოუწიათ ძველი ჟანგიანი კორვეტების გამოყვანაც კი, უბრალოდ რომ შეენარჩუნებინათ მორიგეობა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს სტარმერის ბრალი არ არის, უკვე 20 წელია, რაც ამკაცრებენ ბიუჯეტს, არ არის ინვესტიციები და უცებ აღმოაჩინეს, რომ საზღვაო ფლოტი აღარ აქვს, ბოლო 20 წლის განმავლობაში ამოჭრეს ყველაფერი. 20 წელი. მე ყოველთვის ამას ვამბობ. ყოველთვის მეცინება, როცა ვისმენ პრორუსებს, არა თითქოს ჩვენ ვემუქრებოდით რუსეთს. შეხედეთ გერმანიის არმიის მდგომარეობას, ინგლისის არმიას და ასე შემდეგ. უკვე 30 წელია, 30 წელი, რომ წარმოდგენა შეგიქმნათ 2000-იანების დასაწყისში, ეს მე გაჩვენეთ 200 ლაივის წინ. კიელის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანელებს ყავდათ 3400 ტანკი, 2022 წელს კი 300-ზე ნაკლები. საუბარია ჯავშან ტექნიკის ძალების 90%-იან შემცირებაზე, შეიძლება გითხრათ. რაც შეეხება შეტევით შესაძლებლობებს, თუნდაც ისეთი ქვეყნების კოალიცია, როგორც ევროპულია, ვერასდროს შეძლებდა, იმიტომ რომ მშვიდობის დივიდენდები შეგვიყვავართ. გახსოვთ, როცა ბერლინის კედელი ინგრეოდა, მე დღემდე საგულდაგულოდ ვინახავ მის ორიგინალ ნატეხს, რომელიც თავად მოვაცილე კედელს. როცა ის კედელი დაინგრა, თქვენს რომ არმიები, ბარიკადები, ქვემეხები, იდეოლოგიებს შორის სიზულული აღარ არსებობს და რაღაცში უნდა გადავიხადოთ ფული. ვიხიდოთ 4 პატარა სატვირთო მანქანა, შევღებოთ სამხედრო მწვანედ, დავაფაროთ ლამაზი გაეროს დროშა და წავიდეთ სოფლიოს გარშემო. Apache იმ 3-4 სულელს მივხედავთ, ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რომ დრო შეიცვალა. აი ასე შეიცვალა ყველაფერი. ეს ყველასთვის კარგად გამოვიდა, მაგრამ როგორც შენ ხშირად ამბობდი სხვა ლაივებში, ის ფული, რომელიც 30-35 წლის განმავლობაში დავზოგეთ, როცა გვჯეროდათ და სად წავიდა, როცა ჯანდაცვა, ეხლა 40 წლის წინანდელზე უარესია. განათლებაც 40 წლის წინანდელზე უარესია. სადაც ხელფასები 80 წლის წინანდელზე უარესია, სადაც ცხოვრების ხარისხი 80 წლის წინანდელზე უარესია, სადაც დაბინძურება 80 წლის წინანდელზე მეტია. ეს მთელი დაზოგილი ფული. მაგრამ სად წაიღეთ ისეთი? სანახავად, ეხლა როცა საჭიროა მათი გამოყვანა, ვიღაცა უნდა წარდგეს ამომრჩეველთან და თქვას, დაუკარგეთ ისინი, ესე ვთქვათ, აქ დავტოვეთ, მაგრამ ქარმა წაიღო. და ასე რომ იმ 4 ფულიდან რაც კიდევ დაგჭათ, უნდა გთხოვოთ ნახევარი იმის გასაკეთებლად, რაც წარსულში ვერ შევძლებთ. ანუ ეს ნიშნავს ისტორიული ინტერპრეტაციის შეცდომა, რომელიც გრძელვადიან პოლიტიკურ არაკეთილ სინდისიერებას ერთვის. არა ერთი ადამიანის, არამედ მთელი ევროპული დონის მართველი კლასის მხრიდან. ამას იწვევს. და ეს ნამდვილად სტრატეგიულად ყველაზე უარესი მხარეა. სასიკვდილოა, მშვენიერია, ამ დროსაც კი შემიძლია ვთქვა სასიკვდილოა. საღამოს ამ საათს. აი მთელი ეს ამბავი ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ჰორმუზის კრიზისი, ხურის, რაკეტების ანაც გინდათ თქვენ. რომ არ უხავს ვინმე, ვინც შეძლებს რეალობის ელემენტებთან დაბრუნებას და მათ მართვას, თუნდაც ტკივით. ამიტომაც ამერიკელები და ინგლისელები თუ დარჩებიან გარეშე ან როიალის, ან ნევის, ორივეს ერთად ვერ გაუმკლავდებიან, ძალიან გრძელია იმ გემებისთვის, რაც ხალთ, აი მხოლოდ HMS-ად შემორჩენილი, ერთადერთი რაც შეუძლიათ, ესა. მისი უდიდებულესობის გემები. ზუსტად. ხო, დანიელე, თუ შეცდომა დაუშვი, ვითხოვი ვამზადებ ლაივს იმაზე, რასაც ევროპა აკეთებს გადაიარაღების კუთხით.
რადგან სინამდვილეში კულისებში ბევრად მეც აკეთებენ, ვიდრე გაზეთებში ჩანს. მოაჩენთ, რომ გერმანელები ბევრად უფრო აქტიურად მოქმედებენ, ვიდრე აცხადებენ და ვიდრე ჩანს. ამ ძალიან ბევრი გადაიარაღება მიმდინარეობს, ასეც არ საუბრობენ. ასე რომ რეალურად მზადყოფნის დონე აჩქარებს ალბათ ტრამპის წყალობითაც ამ ქმედებების, ამ ნაბიჯების, ამ განცხადებების გამო. ყველას მადლობა. მოდი დავიწყოთ პირველი პუნქტიდან. როცა ამბობენ, რომ ევროპელები, მაგრამ ასევე იაპონელები და სამხრეთ კორეელები არიან მუქთამჭამელები, ამას უკვე ობამას პრეზიდენტობის დროსაც ამბობდნენ. არსებობს სიღრმისეული განსხვავება. ობამას პრეზიდენტობა, ბოდიში. ობამას დროს, ამ ბუშიშვილის დროსაც კი ამერიკელები სამართლიანად ამბობდნენ. რატომ და გადაიხადონ დასავლეთის დაცვაში მხოლოდ გადამხდელებმა? ამერიკელი გადამხდელები და არა ევროპელები, იაპონელები, აზიელები. მაგრამ ის პრობლემა მოკავშირეებს შორის იყო ყურადღება დონალდ ტრამპის მეორე პრეზიდენტობის დროს საკითხის პირობები სრულიად შეიცვალა. თითქოს პრობლემა იგივეა, ანუ ვინ იხდის ფულს? მაშინაც იყო კითხვა, ვინ იხდის ფულს? და ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში სწორად ეუბნებოდნენ ევროპელებს, იმოქმედეთ, გადაიხადეთ რაღაც მაინც, თუ არა ყველაფერი. დონალდ ტრამპთან პრობლემა სხვანაირია. ტრამპი გეუბნება, გადაიხადეთ რაღაც მაინც, თუ არა ყველაფერი, მაგრამ სანაცვლოდ ჩვენ აღარ ვართ მოკავშირეები. მინდა ეს საკითხი ხაზგასმით აღვნიშნო. ნახეთ, ბევრი ხალხია, მათ შორის იტალიაშიც, ვინც თავს ატყუებს და ურჩევნია რეალობა არ დაინახოს. ჩვენ ჯერ კიდევ ამერიკელების მოკავშირეები ვართ, მაგრამ ამერიკელები აღარ არიან ჩვენი მოკავშირეები. თქიმნეულია ამის თმა, მაგრამ ასეა. მეორე რამ, ცხადია, რომ ანუ პირველ რიგში, რასაც ამბობს გენერალი კაპიტანო, ძალიან მნიშვნელოვანია. პრობლემა არ არის 50 ამერიკული F-16-ის ჩანაცვლება 50 ჰოლანდიური F-16-ის იქ. დღეს დილით მგონი სწორედ დებატი იყო ჩეთემ ჰაუსზე. მირკო, შენ ხო ყოველთვის ადევნეთ თვალს, მგონი შვედი მმართველი იყო, რომელიც ამბობდა ფრთხილად. ეს არ ნიშნავს, რომ მე 50 თვითმფრინავს შევცვლი და სხვა 50 ისეთივე თვითმფრინავს დავაყენებ. თითქოს არაფერი მომხდარა. არა, რაგნარ, როგორც ამბობს ტაპიტინი, ამის უკან არის სტრუქტურა, რომელიც რეალისტურად ვერ შეიცვლება. ალბათ არც მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ეს არის ის საკითხი, რომელიც გვაბრუნებს უკან ამერიკის იმპერიის მხრიდან იტალიის 80 წლიანი დაცვისკენ. ეს არის შეკავების მექანიზმი. სწორედ აქ წარმოიშვა პრობლემა. სხვაობა ბარაკ ობამას, ჯორჯ ბუშ უმცროსის, ასევე რონალდ რეიგანისა და დონალდ ტრამპის მეორე ვადის შორის ისაა, რომ ამერიკა აღარ ახორციელებს შეკავების პოლიტიკას. მან ათასობით სიგნალი მისცა. ეს გააკეთა ევროპასთან დაკავშირებით დღესდილითაც, ასევე ტაივანთან დაკავშირებითაც. როცა მან სი ძინპინს შეხვდა, შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ თქვა და მე უნდა გავაგზავნო 9000-ზე მეტი კილომეტრის მანძილზე ამერიკული ბომბდამშენები ტაივანის დასაცავად. იქ ბოლოშია, მაგრამ არა. მან კიდევ ერთი სიგნალი მისცა იაპონელებს, რომლებმაც შეუკვეთეს პატრიოტები 2024 წელს. და რამდენიმე დღის წინ უთხრეს 2028 წელსაც კი არ მოგცემთო. ანუ არა მხოლოდ აღარ დაგიცავთ, არამედ ვერც იმ იარაღს მოკლიდით, რომლის ყიდვაც ჩვენ თვითონ გირჩიე, რომ თავი თავად დაგეცვა. არასდროს დაგვავიცნეს, რომ გერმანია და იაპონია ფაქტობრივად 80 წელია განიარაღებულები იყვნენ. განიარაღებულები, რადგან ეს მდგომარეობა ძალიან აწყობდა ამერიკელებს. ერთადერთი, ვინც 60-იან წლებში დეგოლის დროს აიარაღა თავი, ფრანგები იყვნენ. ვინც იმ წლების სამხედრო ისტორიას ადევნებდა თვალს, ახსოვს, რომ ამერიკელები გაგიჟდნენ, როცა დეგოლი პატარა, მაგრამ ბირთვული იარაღის მქონე სუვერენად იქცა და ასე შემდეგ. ამერიკელებმა ეს ძალიან ცუდად მიიღეს. ძალიან ცუდად. მოდი ინგლისელებზე გადავიდეთ. ინგლისელები ინგლისი უკვე ბრექსიტით. უკვე ბრექსიტით შევიდა მდგომარეობაში, სადაც თვითონვე დაინგრა, მიიღო უზარმაზარი ეკონომიკური ზიანი. მირკო, ცოტა დაავიწყდა თუ დაფიქრდები გეოგრაფია. ჰორმუზი რა არის? 35 მილი რაც არის. მაგრამ ინგლისი კალედან რამდენია დაშორებული? დაახლოებით იგივე მანძილია, რაც ჰორმუზია.
მართველს არ შეუძლია დაავიწყდეს როგორია მსოფლიო. აბა კონტინენტებს ხომ არ გადაადგილე. ინგლისი პირდაპირ ევროკავშირის წინაშეა მოგწონს თუ არა. ისინი კი ვერ ახერხებენ მაღალსიჩქარიანი რკინიგზის აშენებას, რომელიც თითქმის მთლიანად ბარში გადის ლონდონსა და მანჩესტერს შორის. ეს იგივეა როგორც იტალიელებს რომ ვერ გაეკეთებინათ, არ ვიცი, მზის ავტოსტრადა მილან-რომის მაღალსიჩქარიანი რკინიგზა, ისინი ვერ ახერხებენ ბარში მაღალსიჩქარიანი რკინიგზის აშენებას. ინგლისურ საზოგადოებაში სერიოზული პრობლემა არსებობს, რომელიც სწორედ აქედან მოდის. მაგრამ ეს მხოლოდ ლიდერობის საკითხი არ არის, ეს უკვე შედეგია. წელიწადნახევრის წინ, როცა სტარმესი ხელისუფლებაში მოვიდა, თუ გახსოვთ, მან 3 ადამიანი დანიშნა. ერთ-ერთი მათგანი ჩემი მეგობარია, დოქტორი ფიონა ჰილი. 3 დიდი სამხედრო ექსპერტი, რომლებმაც თავიდან განიხილეს და მოამზადეს ახალი თავდაცვის მოდელაცვის მოდელი. პრობლემა სხვა, ქვეყანა დეინდუსტრიალიზებულია, გაღარიბებულია. ფსიქოლოგიურად არ აქვს მკაფიო წარმოდგენები. დიდი თვით შეგნეთ. და შემდეგ, როცა მირკო ამ საზღვაო ამბავს იხსენებს, მგონი ზუსტად 3 თვის წინ. ერთ ბრიტანულ გაზეთში გამოქვეყნდა გამოძიება, სადაც შედარებული იყო ბრიტანეთის და იტალიის საზღვაო ძალები. და ინგლისელების ცოდნით მგონია, რომ ისინი უფრო საკუთარ ფრჩხილებს დაიგლეჯდნენ. და მათ მოუწიათ, ეთქვათ, იტალიის საზღვაო ძალები პატარა თუ საშუალო, როგორც გინდა დაარქვი, მაგრამ ჩვენსასთან შედარებით ქუდს ვიხდი. ხედავთ, რომ ეს გადადგომები მხოლოდ იმ ქვეყნის შედეგია, რომელმაც სტრატეგია დაკარგა. როცა გენერალი კაპეტინი საუბრობს შემცირებებზე, მოდი სიმართლე ვთქვათ. სანამ ბერლინის კედელი იდგა, მე ასევე მქონდა ბედნიერება გამეცნო მსოფლიოს ზოგიერთი უდიდესი პოლიტიკოსი, ხელმძღვანელი, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. იყო მომზადების დონე, მაგრამ ასევე мотивაციისაც. გულისხმობ მიტერანს, ბრანდს, მარიო სუარეს, მაგრამ ასევე რეიგანის ადმინისტრაციას. ეს იყო წარმოუდგენელი დონე. როცა ბერლინის კედელი დაინგრა, პოლიტიკურ კლასებში დონე დაეცა. იტალიაშიც კი გულწრფელად რო ვთქვათ. იმიტომ რომ პოლიტიკა მარტივ რაღაცა ფიქცა. და კონკურენციის თემაც, როცა ესეთი ძლიერი კონკურენცია გამოფლები დასრულდებოდა. ასე რომ მარფა მინდა მოგილოცო, ვინც გვიყურებს, იცოდეს, რომ წინასწარ არ შევთანხმებულ ვართ. მართლობა ცივი ომის წლებში, ვინც იმ წლებში ბერლინში იყო, ვინც პრაღაში იყო, ვინც იყო, ნამდვილი ქაოსი იყო, მართლა ძალიან რთული იყო. იტალიაში მოსახლეობის 1/3 უნდა შეგენარჩუნებინა. ვინც კომუნისტებს აძლევდა ხმას, ფაქტობრივად, აძლევდა ხმას პარტიას, რომელიც გარკვეულწილად მოკავშირე იყო იმ ძალასთან, რომელიც რკინის ფარდის მიღმა იდგა. ანუ უნდა შეგეთუნა სოციალური სახელმწიფო, რომ ყველა ჩვენგანი შეგენარჩუნებინა. კაპიტანი ამას კარგად იხსენებს, როცა ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ სოციალური ხარჯების შემცირება დაიწყეს, რადგან მირკომ ეს პირდაპირ შუბლში ის არის დაგვარტყა. იმ მომენტში, როცა შენ აღარ ყავს მოწინააღმდეგე, აღარ გჭირდება შენი ამომრჩევლის დამშვილდება. იმ მომენტში, როცა შენ შეწყვიტე დაფინანსება, მას შემდეგ რაც უზარმაზარი ვალი დააგროვე, არასდროს დავივიწყოთ, რომ ის ვალი, რომელიც შენს თაობას მირკო შეხვდა, ჩემი თაობისა და ჩემი მშობლების თაობის შექმნილია. ჩვენ ცხოვრობდით ადრეული პენსიებით, ხალბი ინვალიდობებით, ნაადრევი პენსიებით, გენერლებით, რომლებიც კიდევ უფრო გენერლები ხდებოდნენ, გახსოვთ ხო ჯარისკაცები, ყველა ბედნიერი იყო, მთავარია ყველა ბედნიერი ყოფილიყო. ვალი გაჩნდა, ეხლა სხვა ვალი არ არსებობს, გარდა იმისა, რაც ჩემი თაობის მიერ არის დაგროვილი. დღეს ქვეყნების მართვა ამ მართველი ჯგუფებით, რომლებიც არიან, თქვენ ხედავთ ფრანგულ სიტუაციას, ეს საშინელი მდგომარეობა, ესპანეთშიც იგივეა, გერმანიაში კი უარესადაა ვიდრე ოდესმე. ეს ქაოსია, რადგან ეს მართველი ჯგუფები ვერ ახერხებენ ამ კრიზისული მდგომარეობის ეროვნულ დონეზე მართვას. ეს კრიზისი, მირკო, ჩემი აზრით, ეპოქალურია. მაღალი მხრიდან 45-დან მოყოლებული, ეს კრიზისი ბევრად უფრო სერიოზულია ვიდრე კუბის კრიზისი.
ბევრად უფრო სერიოზულია ვიდრე ბერლინის კედლის დაცემა. რადგან ეს არის საერთაშორისო სისტემის კრიზისი. იმ მომენტში, როცა ამერიკული იმპერია აღარ არსებობს, ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ ეს საღამო ეს საღამოს. ყველა თავისთვისაა. ყველა თავისთვისაა. არის კიდევ ერთი რამ სათქმელი, ის გაჩნდა გარკვეული მიზნისთვის. იმ მიზნისთვის ჩამოყალიბდა, თითქმის სარკეში იხურებოდა და თავის მოწინააღმდეგეში საკუთარ თავს ხედავდა. როცა მოწინააღმდეგე აღარ არსებობს, გარდაუვალია რომ ყველაფერს ამცირებს. მართველი კლასი კი უფრო დაბალია. მაგრამ ომშიც კი, ომში საუკეთესო გენერლები ომის ბოლოს გამოჩნდნენ. თუ ვინმე დააკვირდება გენერლებს, რომლებთანაც წითელმა არმიამ დაიწყო, ბუდიონი, ტოლბუხინი და მსგავსი ადამიანები, ისინი ქრებიან. ეს აყალიბებს, კონკურენცია აყალიბებს. პატარა საინტერესო ფაქტი დასასრულისთვის, ეს ამბავი ფლამინგოების რევოლუციის შესახებ, კუშნერის კურორტების წინააღმდეგ ალბანეთში, ვიღაც ამბობდა, არა, ეს პრორუსები არიან, ვინც ამ თავდასხმას აწყობს. ანუ ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ადამიანი მიდის ამ აქციებს. გონია, რომ ამ კურორტის საკითხზე, რომელიც უნდათ ეხიდათ, ცოტა ბევრი ხალხია ჩართული. შენ დააკვირდი ამ ამბავს, თვალს ადევნებდი თუ ეს ის თემა, რაზეც ამერიკაში არ საუბრობენ. არა, მე ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ტრამპის პირველ პრეზიდენტობაში კუშნერი და მისი ცოლი უცნაური მრჩევლის ტიტულით შეაღწიეს თეთრ სახლში. მერე თამაშის არსი გაიგეს და მეორე პრეზიდენტობისას, რადგან სულელები არ არიან, დაიწყეს მისთვის ბიზნესების კეთება. დაიწყეს ბიზნესების კეთება. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ უკვე 2 თუ 3 თვეა კუშნერს ტრამპი აღარ იყენებს ისე, როგორც ადრე იყენებდა იმას, რომლის სახელით სულ მეშლება, ვილკოქს. ორივე ნიუ-იორკელი მშენებელია. ანუ რისთვის გამოდგება კუშნერი? ის სერბეთში იყო, ბოსნიაში იყო, ბოსნიის სერბთა რესპუბლიკაში იყო, ალბანეთშიც იყო. ის დადის და ატეთებს ბიზნესს, სარგებლობს იმით, რომ სიძეა, პალგამი იღებენ, ბევრი ფული აქვს დაგროვებული. და ჩემი აზრით, საერთოდ არ ფიქრობს პოლიტიკაზე, მისთვის სულ ერთია, თავის საქმეებზე ფიქრობს. ცხადია, როცა ესეთი მნიშვნელოვანი როლი გაქვს ამერიკის შეერთებული შტატების სამეფო ოჯახში, მართალია, ერთი მხრივ გეხმარებიან, გიშვებენ შიგნით, მაგრამ ასევე მართალია, რომ შენ ხდები პოლიტიკური პოლემიკის ნაწილი. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც არიან ადამიანები, რომლებსაც შენ სიმამრზე აქვს სათქმელი, არა შენზე. ასევე აშტარაა მაგალითად, რომ ტრამპის 2 შვილი ისე იქცევა, ანუ ეს გახდა ერთ-ერთი ალბათ ყველაზე დიდი ინტერესთა კონფლიქტის მქონე პრეზიდენტობა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. რამდენიმე დღეში აღინიშნება ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წელი, როგორც ახსენეთ. კაპიტინი. მაგრამ ასევე დაბადების დღე მახსენდება ტრამპის პრეზიდენტის 80-წლიანი იუბილე. მონეტებით, ბანკნოტებით, ამერიკული პასპორტებით, მისი გამოსახულებით, თაღებით, სხვადასხვა ნივთებით. ჩვენ დგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ მთელი ტრამპის ოჯახი, ნათესავები, მაგრამ არასდროს შვილები მოგზაურობენ მსოფლიოში და აშენებენ ტრამპ გოლფი, ტრამპის სასტუმრო, ტრამპი, ანუ, მაგრამ ბაიდენის შვილთან შედარებით საწყალი, რომელიც როგორც მახსოვს, თვეში $50,000 ჯიბეში იდევდა, ხო იცი? მაგრამ ის შედარებით დამწყები იყო. ამიტომაც ნათელია, რომ ისინი მსოფლიოდ გარშემო დადიან, ტრიალებენ საქმეების გარშემო, რომლებიც ალბათ მეტისმეტად ლეგიტიმურიც კი არის. და ზოგჯერ არ უმართლებთ. მე რეცი ამ ამბავზე, ხო, ალბანეთი უკვე კარგახანია უცხოელებზე ყიდის რაღაცებს და ასე შემდეგ, ასე რომ შეიძლება ხალხი ცოტა დაიავალა. მერე ეს ხო ხმაურიანი სახელია ტრამპთან დაკავშირებული და ასე შემდეგ, ამიტომ უფრო ხმაურია ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ უკვე კარგახანია იქ რაღაცები ხდება, ინვესტიციებიც არის იმ მხარეში. G-Cub-ზე, რადგან ვიღაც სამიკითხა, ეს უფრო ლეონარდო ლაცარას უნდა კითხოთ, ანუ მოძებნეთ ერთ-ერთი ლაივი, რომელიც რიარმოზე ჩავატარეთ. ევროპული ზოგადად პროექტებს, რომლებიც 3-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, ძალიან მაღალი ჩავარდნის მაჩვენებელი აქვთ. 4-ან თითქმის 80%-მდე, ასე რომ ძალიან რთულია მათი განხორციელება. ასევე მართალია, რომ იმის გათვალისწინებით, რაც ეხლა ხდება, მეხუთე თაობის თვითმფრინავის შექმნა სწორედ და არა ამერიკელებისგან შეძენილი,
მომავალ პერსპექტივაში ჩემი აზრით ეს არის იდეალური გზა. განსაკუთრებით თუ ეს რამდენიმე ქვეყანას შორის არის გაზიარებული, რადგან დიახ, იზრდება შეკვეთების რაოდენობა, მცირდება ერთეულის ფასი და რაც თავარია, ყველაფერს თავად ვაკეთებთ. დავაკვირდი ბევრის ტენდენციას, მათ შორის იმ ქვეყნებისაც, რომლებსაც სურთ F-35-ის შეძენა, რომლებიც მიდიან კორეული ან თურქული გამანადგურებლებისკენ, ან გრიფენისკენ. მოკლედ, ბევრმა დაიწყო საკუთარი პოლიციების გადახედვა შესყიდვებთან დაკავშირებით. ერთადერთი, ვინც ნამდვილად სურს მჭიდროდ იყოს დაკავშირებული, მაგრამ არა სხვებთან, არამედ ამერიკელებთან არიან ისრაელები. გაითვალისწინეთ, რომ ყოველ ჯერზე როცა ამერიკელები აძლევენ მანქანას ან იარაღის სისტემას, დიახ, მოდიში, მე-6-ე ისინი ყოველთვის აძლევენ ცოტა უფრო დაბალ ვერსიას, ვიდრე ორიგინალი ამერიკული. და ჩემი აზრით ისრაელელები ამასაც კი თავიდან აცილებას ცდილობენ. თუ ამას ერთად გავაკეთებთ, იქნებ ჩვენს დავაფინანსოთ, მოგცემთ ოდნავ უარეს ვერსიას, ვარიანტს რა. როგორც ყოველთვის ხდებოდა. ყველა ვერსია, რაც ისრაელელებს აქვთ, ოდნავ განსხვავებული, არა 100%-ით. რატომ? იმიტომ რომ ამერიკელები შიშობენ, რომ თუ ის ვინმეს ხელში ჩავარდება, თუ დაკარგავენ, პრაქტიკულად reverse engineering-ს გაუკეთებენ და დააკოპირებენ. ასე რომ მაგალითად საუდის არაბეთსაც მიცეს აბრამსები, დიახ. საუდის არაბეთის ვერსიაში. უკრაინელებს მისცეს 31 აბრამსი. დიახ. სწორედ უკრაინის ვერსიაში საკმარისია. დამახინჯებულია როგორც ელექტრონიკის, ასევე კომპოზიტების თვალსაზრისით. ყოველთვის ცოტათი ნაკლებია. და ჩემი აზრით ისრაელელები ამას თავიდან აცილებას ცდილობენ, მაგრამ ასევე იმიტომ, რომ ისინი ხედავენ ალყას, მაგრამ არა ის ალყა, რომელიც მათ სურდათ, არამედ ის ალყა, რომელიც მათ თვითონ შექმნეს. ჩვენ ვიმაგრებთ თავს ამერიკელებთან ერთად, რომლებთანაც მოკლედ არასდროს შეიძლება ცუდასო, ცუდად წასვლო. პაოლო, შენს ხელშია დასრულება. ჩაიკაზე მე-6-ე თაობის თვითმფრინავზე ლეონარდოს ყოფნას ვითხოვ. არა ლეონარდო ჯგუფი, ლეონარდო ლანძარა, მაგრამ ასევე ლეონარდოს ყოფნა, რომელიც უშუალოდ არის ჩართული მე-6-ე თაობის ამ გამანადგურებლის პროექტში, რომელიც ასევე დაფრინავს, გარდა იმისა, რომ აკეთებს ყველაფერს, რაც შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა ლეონარდოს თქმით, მას სისტემების სისტემა ეწოდება. ეს არის მოწყობილობა, რომელიც ჰაერში აკონტროლებს დრონებს და სატრანსპორტო მოძრაობას. შედის კიბერსივრცეში და გამოდის, როცა უნდა ბომბავს და თუ არ უნდა, უბრალოდ ივიწყებს. და რადგან დრო აქვს, დაფრინავს კიდეც. ეს სრულიად ახალი საზღვარია. ჩვენ მივახციეთ მე-5 თაობის შესაძლებლობების მაქსიმალურ გაფართოებას. ეს არის F-25. და ეს არ არის ტექნოლოგია, რომელიც ევროპულ ქვეყნებს აქვს. ეხლა არსებობს შესაძლებლობა მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში შეიქმნას უფრო მაღალი დონის ტექნოლოგია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება და აქ დიახ, აქ მოდის ნამდვილად საინტერესო ნაწილი. უნდა ვნახოთ, რამდენად მოგცემენ ამერიკელები საშუალებას, რომ იბრძოლო ამ ტექნოლოგიისთვის, რომ იყოს კონკურენტუნარიანი და დაუშვათ იმასთან, რაც შეიქმნა შეერთებულ შტატებში. როგორც სწორად ამბობდა, სწორად მახსოვს მირკო, 2 ან 3 ადამიანის პროგრამები 2 ადამიანზე მეტი რო არის, ევროპაში ძალიან ცუდად თავდება. მაგრამ ასევე მართალია, რომ ეს პროგრამები განკუთვნილია იარაღის სისტემებისთვის, რომლებიც რეალურად შეიძლებოდა გაემეორებინათ სხვა რომელიმე წყვილს. ვაკეთებ ფრანგულ-გერმანულ ტანკს, მაგრამ შემიძლია ასევე პოლონურ-უკრაინულიც გავაკეთო, ვაკეთებ ესპანურ-პორტუგალიურ სატვირთოს. მაგრამ შემიძლია კიდევ ერთი უნგრულიც გავაკეთო, შოტლანდიურიც, აი ესე. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ თვითმფრინავიც არა მხოლოდ. ამ პროექტებში არის ტორნადო, ევროფაიტერი ალბათ. კარგია, მაგრამ ეს თვითმფრინავები მაინც შეიძლება დაუპირისპირდეს სხვა ევროპულ წარმოებებს. მეტნაკლებად, იმავე დონეზე, მეტნაკლებად. აი ესე თვითმფრინავს ვერ შექმნ. რომ უბრალოდ თუნდაც 2 ან 3 იყოთ. ხალხი იაპონიიდანაც კი მოვიძიეთ, თითქმის მთელი ევროპა მოვიძიეთ. ძალიან ბევრი ფულია საჭირო. თუ შეძლებ მის აშენებას, გექნება რაღაც, რაც ნამდვილად სტრატეგიულ შესაძლებლობას გაძლევს, უზარმაზარ სტრატეგიულ ნახტომს გააკეთებს. ამ ეტაპზე, როცა ვინმე ამ პროგრამის ხარჯებსა და ანგარიშებს გამოიტანს, იქნება პირველი გუნდი. რას ვაკეთებთ თვითმფრინავით, რომელიც ყავასაც ამზადებს, ფეტუჩინსაც და შეუძლია რაკეტა ესროლოს იმას, ვინც სპაგეტიზე ვონგოლესთან ერთად პარმეზანს აქრის, როცა ახლა ყველაფერი დრონებს აქვს დაპყრობილი. არასწორია. დრონები დროებითი გამონაკლისია, რომელიც შეერწყმება სხვადასხვა იარაღის სისტემებს, მაგრამ მათ არ ჩაანაცვლებს.
იქნება დრონები და артиლერია, დრონები და საბრძოლო ვერტმფრენები, დრონები და როგორც იქნება სისტემები დრონების წინააღმდეგ. ომი არ შეცვლილ. მოვიდა რაღაც, რაც დროულად არ იყო შეფასებული. შემდეგ იქნება ვიღაცა სხვა, ვინც ითქვის, მაგალითად, რას ვაკეთებთ ამ თვითმფრინავით, თუ არ გვაქვს სადაზვერვო სატელიტური ქსელი, რომელიც საშუალებას მოგცემს სრულად გამოვიყენოთ იქ. ვინც ესე ფიქრობს, მინდა შევახსენო, რას ვაგაკეთებთ, რომ რადგან რაღაცის ყიდვა გვიწერს თვითმფრინავის, რომელიც ხვებს ექნება წარმოებული დაბალი ტექნოლოგიით, რომელიც დაახლოებით იგივე დაგვიჯდება როგორც ეს, ჩვენ ვიქნებით ახალი სტილის F-25-ის წინაშე. ამიტომ ერთხელ მაინც ღირს მასშტაბურად ფიქრი. და იმის ფიქრი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ გლობალური ბაზარი, ვიყოთ ჩვენ საყრდენი წერტილი, ინვესტირებით, თუნდაც ერთხელ რომ მოინდომო, არა პაულო? შენ ვაი არა. ინვესტიცია ნიშნავს წინასწარ ფულის ჩადებას, იმედით და აქ თითქმის დარწმუნებული ხარ, რომ უკან გაზრდილს მიიღებ. ეს ფულის გადაყრას არ ნიშნავს. ფულის გადაკრა ნიშნავს, ეს იგივეა, რაც იპოთეკით სახლის ყიდვა. ანუ ეს ფული გადაკრილი არ არის, ბოლოს სახლი შენ გექნება. ხოლო თუ ქირით ცხოვრობ, ასე თუ ისე ფული მეპატრონეს რჩება. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ამერიკელებისგან ვიქირავოთ ბინა, თუ ჩვენი პატარა სახლი ვიყიდოთ იპოთეკის გადახდით. ასევე ბოდიში შედარებისთვის ქალბატონი ჩეზირა აქვს, მე მაქვს ჩეზირისტანის ფანკლუბი, არის ჩეზირისტანი ონლაინ, რითაც ვამაყობ. ამიტომ აქ უნდა დავინახოთ, უნდა დავარწმუნოთ ქალბატონ ჩეზირა, რომ ეს ინვესტიციაა და არა ფულის გადახდა. და ეს ინვესტიციებია ასევე იმ ახალგაზრდა ინჟინრებისთვის, რომლებიც ამ წლებში ჩვენს ქალაქებში დაამთავრებენ უნივერსიტეტს, ახალგაზრდა მათემატიკოსებისთვის, ახალგაზრდა ქიმიკოსებისთვის, ახალგაზრდა ელექტრონიკოსებისთვის. ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც შეძლებს ამ ტიპის პროექტებში ინტელექტის შეტანას. რადგან ეს არის მომავლის გზა, არა დუნას ან პანდა ჰიბრიდის აშენება. ეს წარსულია. ჩუმად ვიქნები, გაუმარჯოს ქალბატონ ჩეზირას. მაშ დიდ მადლობას ვუხდი გენერალ კაპიტინის და დანიელე მოროს. ალბათ მომავალ კვირაში შეგხვდებით, რადგან ცოტა საქმე მაქვს ჩვენ ციგნისთვის, პაულო. მეც უნდა დავამთავრო ჩემი თავი, ესე რომ ძალიან დაკავებული ვიქნები. და მე ერთი დღეს ზღვაზე, დამატარებინეთ ერთი დღეს ზღვაზე. სანამ შეთანხმებებს და მსგავს რაღაცებს არ ვაკეთებთ, ვიმედოვნებ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. ამასობაში, იმიტომ რომ ჩაულებრივ როცა ზღვაზე მივდივარ, ორჯერ ვარ ნამყოფი. პრიგოჟინი მარშს ატარებს და ბოლო შურცს საჭმელად წავედი, რუსებმა ორეშნიგზე ისროლეს. მე 4 ოქტომბერს ვიტერბოს თერმებზე წავედი. 4 ოქტომბერს ვიტერბოს თერმებზე ვიხარ. აი ამიტომ გეუბნებით, რომ იქ აღარ წავალ. ჩვენ იქ ვერ წავალთ. მაშ მადლობა ყველას და მალე შევხვდებით მშვიდობიანი ღამე.